შესაბამისად ჩდება კითხვა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი შერაცხადი. Asked me to deliver to Bidzina Ivanishvili. Bidzina Ivanishvili said no. აქედან რა დასკვნას გამოიტანს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომ ეს კაცი გიჟია და რა მინდა ამასთან. ძალიან ყურადღებით აძლევს თვალყურს თითოეულ გადმოვარდნილ ოლიგარქს მოსკოვში. საერთოდ გაიგრძელებინა ლავირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაშინაც ხო უფრო უსაფრთხოდ იგზნობდა თავს, იმიტომ რომ ის 2 მილიარდი ამერიკა რო არ მიცემს ლილუაშვილმა კალაძემ და მე ხომ უნდა შეუგროვოთ მოყარული ფულიდან. მე არ გამოვრიცხავ რომ ეგ ფული მხოლოდ მისი ფული არ იყოს. როცა დაინახო რომ მის გარშემო ბევრი ადამიანი ძალიან ბევრ ფულს აკეთებდა, მისთვის ეს იყო მთავარი საფრთხე. ერთი მე შეხედვით. მგონი ულუფების ზომა არ იყო განსაზღვრული. ჩვენ ვართ ავტოკრატიის ყველაზე ცუდ ეტაპზე ალბათ ამ წამს. ამ სისტემაში თუ ფული არ იშოვე, რატო უნდა იყო ივანიშვილთან? იშოვის თუ ინერვიულობს ლილუაშვილმა, ინერვიულობს კომელაურმა. არ ალაგებ ამერიკასთან, მაგრამ იშორებ სანქცირებულ ხალხს, რომელიც გემსახურა. შენს გარშემო ქვეყნებს დისკომფორტი აქვს რუსეთთან და ალბათ მათაც არ სურთ საქართველოში რუსეთის გავლენების გაძლიერება. ტენდენცია არის ერთი, თუნდაც რეგიონში და ჩვენ მივდივართ საპირისპირო მიმართულებით. მოგესალმებით, ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობა მთლიანად გადაფარა ის სკანდალური განცხადება, რომელიც გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში. ამ ინტერვიუს შემდეგ აღარ დარჩა არანაირი სივრცე სპეკულაციისთვის თუ რა ხდება საქართველოსა და ამერიკას შორის. დენიგანმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ივანიშვილი არ იღებს არც მას და არც სხვა მაღალი დონის მოგესალმებით, ეს არის საერთაშორისო აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობა მთლიანად გადაფარა ის სკანდალური განცხადება, რომელიც გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში. ამბავია, რომლის მსგავსის მოძებნა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში ძნელია და ამიტომ შესაბამისად ჩდება კითხვა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი შერაცხადი. სწორედ ეს სტატუსი დაწერა გიანოდიამ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე. ამ ტერმინს ჩვენ არ ხმარობთ როგორც სამედიცინო ტერმინს, არამედ ხმარობთ ისეთ კონტექსტში, როდესაც პოლიტიკოსი არის მთლიანად ჩაფლული თავის პარანოიდულ წარმოსახვებში, არის იზოლირებული რეალობისგან და შესაბამისად მას არ აქვს რეალობის ადეკვატური აღქმა და ამიტომ მე ვიხმარ უფრო ქართულ სიტყვას შლეგი. ამასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და დღეს ჩვენი გადაცემის პირველი თემა იქნება ის თუ რატომ მიიღო ასეთი მკაფიო გადაწყვეტილებები, ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებები ივანიშვილმა, როდესაც მას შეეძლო ძალიან მარტივად დაელაგებინა როგორც ამერიკასთან, ისე დასავლეთთან თუ გარკვეულწილად წავიდოდა რაღაცა ტიპის კომპრომისებზე და ბევრად უკეთესად იქნებოდა ახლა ამას უფრო ფართოდ განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან. გიანოდია, ბუკა პეტრიაშვილი, სანდრო შარაშენიძე არიან ჩვენთან ერთად. ჩვენ ასევე გადაცემის მეორე ნაწილში მიმოვიხილავთ პუტინთან მიმართებაში ტრამპის მთლიანად შეცვლილ პოლიტიკას და აქაც დავსვავთ კითხვას, რატომ არ გამოიყენა პუტინმა ის შესაძლებლობა, რომელიც მას რამდენჯერმე მისცა ტრამპმა. ფაქტობრივად კარტ ბლანში მისცა მას ამერიკის პრეზიდენტმა, რომ ომიდან გამოსულიყო, ისე რომ ეს ომი გამოეცხადებინა და გაეყიდა როგორც თავისი გამარჯვება და მართლაც იქნებოდა გარკვეული ტიპის გამარჯვება ეს პუტინისთვის, მაგრამ პუტინმა ასევე აირჩია აბსოლუტურად რადიკალური გზა და ბოლოს ტრამპთან საუბრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაბომბვა კიევი, ვიდრე როდესმე ამ 3 წლის განმავლობაში და ბოლოს ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკის შიდა პოლიტიკაში დაწყებულ ძალიან საინტერესო ძვრებზე. ჩვენ აქ საუბრობდით ხშირად ტრამპსა და მასკ შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე. ეს დაპირისპირება თავიდან თითქოს მოგვარდა, შერიგდნენ კიდევაც, მაგრამ ეხლა მეორე ეტაპი გაიხსნა, რომელსაც არ უჩანს შერიგების პირი, განცხადებები გააკეთეს ძალიან მკაფიო როგორც ტრამპმა, ასევე მასკმა და მასკმა დაანონსა მესამე პარტიის შექმნა. რა შანსი აქვს მესამე პარტიას ამერიკაში, თუნდაც მისი ისტორიის გათვალისწინებით. მოგრედ, ფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გადაცემა გველის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ
პლატფორმაზე მისმინე. ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ჩვენი ვიდეოები, ასევე გამოყევით Facebook-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე და რაც მთავარია, იაქტიურეთ აუცილებლად ჩვენს კომენტარებში, განსაკუთრებით პირველ თემასთან დაკავშირებით, გაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ივანიშვილის პოლიტიკა როგორ აიხსნება და რა მოსაზრებები გაქვთ თქვენ. მოკლედ დიდი მადლობა გიანოდიას, ბუკა პეტრიაშვილს, სანდრო შარაშენიძეს და მოდით ბატონ გიასთან დავიწყო საუბარს, რადგან მან წამოჭრა ეს თემა, თუ როგორ უნდა ავხსნათ ქცევა ივანიშვილის და ის მკაფიო მოძრაობა, ესეთი მკვეთრი მოძრაობები, რომელიც მას არ სჩვეოდა დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, როდესაც ივანიშვილი ძალიან კარგად ახერხებდა, რომ ბალანსირება გაეკეთებინა, დაბალანსებული პოლიტიკა ქონდა როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან და ამას მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ მშვენივრად ახერხებდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან აირჩია მკაფიო გზა, თუმცა მაშინაც შეეძლო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა რუსეთს ცალსახად, მაინც რაღაცა ბალანსის პოლიტიკა ეპოვა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მე არ მახსენდება, თუ თქვენ გახსენდებათ რომელიმე ჩემზე კარგად იცის საერთაშორისო პოლიტიკა და ისტორია, რომ დიპლომატიაში ყოფილიყო ესეთი შემთხვევა, რომელიღაც ქვეყნის მმართველი უარს ამბობს, მაგალითად ამერიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. იმ მიზეზით, რა მიზეზით ივანიშვილს ან რაიმე მიზეზით, ბატონ გია. ანუ რა არის თქვენი, ასე ვთქვათ, რა ამყარებს თქვენ მოსაზრებებს, რა არგუმენტები? ხო, პირველ რიგში მე ბიჯენა ივანიშვილს არ ვიცნობ და მისი მენტალურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაზე ბუკა იცნობდა. რაღაც ისეთ კომპეტენტურ კომენტარს ვერ გავაკეთებ, არა მაქვს ამის პრეტენზია, მე შემიძლია ვიმსჯელო მხოლოდ მისი ქმედებებით, ხო? მხოლოდ როგორც გარედან უყურებ მისი და უფრო მეტად მისი გუნდის მიერ გახმოვანებულ მის გზავნილებს და ეს გზავნილები და ეს ქცევები არ მეჩვენება ადეკვატურად, რაციონალურად, თუნდაც მისი ინტერესებიდან გამომდინარე. და მგონია, რომ რაღაც პარანოით, დევნის მანიით არის შეპყრობილი დასავლეთის მხრიდან და რაღაცნაირად თვითონვე სჯერა იმ ჩემი აზრით გიჟური შეთქმულების თეორიებისა, რასაც მისი გუნდი ბოლო წლებში ახმოვანებს, რაც ეხება ამ გლობალური ომის პარტიას, ახლა უკვე Deep States თუ ახლა გაჩნდა ახალი ტერმინი, რომელიც დუგინმა გაახმოვანა პირველად საერთაშორისო, ასე ვთქვათ, საერთაშორისო Deep State. ანუ ველოდებით რომ ასე ვთქვა ირაკლი კობახიძე დაამატებს Deep State საერთაშორისო ჯერა, ამაში მარტმუნებს ის რომ რაღაც საკმაოდ საიმედო წყაროები ამბობენ რომ მას მართლაც ჯეროდა და ამით დაეწყო ეს ანტიდასავლური პარანოია რომ რაღაც პრობლემები რო ქონდა შვეიცარიულ ბანკთან რო იქ ვიღაც თაღლითი ასე ვთქვათ პირადი ბანკირის შეხვდა ეს ჩათვალა ამერიკის შეთქმულებად მის წინააღმდეგ. ანუ მაშინ არ იცოდა ეს სიტყვა, თორემ მაშინვე შეეძლო ეთქვა რომ Deep State ებრძვის მას შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდა კი ეს ეჭვი ალბათ ღრნიდა, მაგრამ ახერხებდა გარეგნულად რაღაც რაციონალური ამსეთი დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც მისაღები იყო არსებითად რუსეთისთვისაც, როგორც ჩანს იმ დროს, კი ერჩივნა ალბათ სრულიად გაეწყვიტა ურთიერთობა დასავლეთთან მაშინვე ივანიშვილს, მაგრამ ოღონდ შემთხვევაში ესეც მისაღები იყო. და რაც უფრო რთულდებოდა ვითარება საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი პოპულარობა ნელ-ნელა ეცემოდა და ასე ვთქვათ, პრინციპული შესაძლებლობა ძალაუფლების შეცვლისა, სულ უფრო რეალისტური ხდებოდა და ჩემი ერთ გარდამტეხი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც დაინახა, რომ შეიძლება არჩევნები წააგოს. ამან ეს პარანოია ძალიან გაამძაფრა და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, კი ბატონო, ის აღმოჩნდა ერთგვარად უფრო
რთულ სიტუაციაში, რომ ამ ომის პირობებში და ამიტომ საიტენ ვენდეს პირობებში, როცა დასავლეთი უფრო მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთს, უფრო მეტად უნდა აერჩია. ან რუსეთის ან დასავლეთის მხარე, მაგრამ რა თქმა უნდა, თავიდან მაგის შემდეგაც ცდილობდა ამ ლავირებას, ახლა მთლად ამ დონეზე არ გადარეულა თავიდანვე, თქვა გაეროში მისცა ანტირუსულ რეზოლუციას ხმა, ხო, რაღაც გარკვეული ფორმალური ნაბიჯები ვითომ კი არა, ფორმალურად უკრაინის ხარდასაჭერად გააკეთა, თუმცა მისი გარემოცვის რიტორიკა მაშინვე ის იყო, რომ უკრაინა წააგებს, რუსეთი მოიგებს და დასავლეთს უნდა რომ ჩამithრიოს ომში უკრაინის მხარეს და ესეც, რა ვიცი, ჩემი შეფასებით მართლაც ჯერა ამის და ეს უკვე სრულიად არაადეკვატური წარმოდგენაა რეალობას და ეს კი არ უბრალოდ როგორც ერთ-ერთი ეჭვი კი არ ღრღნის, ასე ვთქვათ, არამედ პოლიტიკა დააფუძნა ამას და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ შეეძლო მას ძალიან ადვილად გამოენახა ის ლავირების საშუალება, რომ რუსეთისთვისაც მისაღები ყოფილიყო ასე თუ ისე, იმიტომ რომ ხედავთ ხო, ფაშინიანის კი გადაუდგა, ალიევიც გადაუდგა, ხო? ყაზახეთიც კი რაღაც ცდილობს დამოუკიდებელ თამაშობს და ასე შემდეგ და ყველაზე ლუკაშენკოს გარდა, ხო, ყველაზე ერთადერთი, ყველაზე ერთგული ჩვენ და ლუკაშენკო ვართ მარტო. მაგრამ ლუკაშენკო ეხლა შეხვდა ამერიკის კელოგს შეხვდა ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში და გაუშვა ტიხანოვსკი. მაგრამ უკვე ძნელი სათქმელია, უკვე ლუკაშენკოსაც გაასწრო რუსეთი პუტინი, ასე ვთქვათ, პრორუსულ პოლიტიკაში, ხო? და არანაირი ობიექტური საჭიროება ამისი არ არის, რაც უნდა დაუშვათ რუსეთიდან ზეწოლა, კი ბატონო, მჯერა რომ პუტინი მას აწვება, ასე ვთქვათ, მაგრამ პუტინი რატო ფაშინიანს არ აწვება, ან ალიევს არ აწვება, ან იმას ტოკაევს არ აწვება, ვთქვათ, ყაზახეთში, ხო? ახლა პუტინი ყველას მიაწვება, ვინც, ასე ვთქვათ, დაექვემდებარება მის ზეწოლას, ხო? მაგრამ არა აქვს პუტინს დღეს ისეთი ბერკეტები, თუნდაც საქართველოს მიმართ, თუნდაც ფაშინიანის მიმართ, თუნდაც ასე ვთქვათ, ალიევის მიმართ, რომ მანევრის სივრცე არ დაუტოვოს ივანიშვილს. ეს არის სწორედ მისი სრულიად არაადეკვატური ქცევა. კი, შეიძლება ვთქვათ ძალიან ისეთი ცინიკური რეალპოლიტიკის თვალსაზრისით, რომ ახლა როცა რუსეთი ასეთი გაშმაგებულია, პუტინიც შლეგია თავისებურად, რა იცი რომ არ დაგარტყამს და რაღაც ფრთხილად უნდა იყოს. მაგრამ სიფრთხილე ეს არ არის, გაცილებით მეტია. რაც არის, ასე ვთქვათ, შედარებით რაციონალურად მოაზროვნე ქოცების ასე ვთქვათ, რიტორიკა, რომ ასე დროს ფრთხილად უნდა იყოს. და კი, ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის სიფრთხილე. რატო უნდა დაწვა ასე ვთქვათ, ხიდები დასავლეთთან, როცა ეს არაფერში არ გჭირდება, რატო უნდა გადაინტერო დასავლეთი. ხო, ეს ამას არანაირი რაციონალური საფუძველი არ აქვს. ანუ რაციონალური პოლიტიკური აქტორი, თუნდაც დიქტატორი და ასე შემდეგ, ასე არ მოიქცეოდა. კი ბატონო, მოდი მოусმინოთ ახლა ბუკას, იმიტომ რომ ვიცი რომ თლად არ გეთახმებათ და საინტერესოა მისი არგუმენტები. ბუკა მარტო არ არის ამ თავის პოზიციაში, იმიტომ რომ გუშინ მაგალითად მედაკეთი დევდარიანი, მე თქვენს აზრზე ვარ, პირდაპირ ვიტყვი და დიდი ხანია ამ აზრზე ვარ, მაგრამ მედაკეთი დევდარიანი მკამათობდით, რომ კეთი ამბობდა, რომ იცი რა, რატო არა პირიქით მისთვის ყველაფერს სწორად აკეთებს, აღჩობს და გუდავს ყველა მოწინააღმდეგეს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში მიიღებს რაღაცა მოცარიელებულ, მოსუფთავებულ ველს, სადაც შეიძლება რომ დიდი ხანი კარგად იყოს, ისე რომ მოწინააღმდეგე არ ყავდეს. მე ესეც განვიხილოთ უკვე სანდროსთან, უფრო არ ვიცი სანდროს პოზიცია, ამიტომ საინტერესოა თქვენი არგუმენტების შემდეგ. ჩემი არგუმენტი, თავარი არგუმენტი და პოზიცია არის, რომ ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს არის შიშით გამოწეული ივანიშვილის შიშით პირადი უსაფრთხოების ძალიან მაღალი ხარისხის შიშით, რომ მას ის ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეულ ბჭყალებში გადმოვარდნილ ოლიგარქს მოსკოვში თუ სხვაგან, ან ტრანსპორტის მინისტრი, რომელიც გადის გადაყენების შემდეგ და რამდენიმე საათში ის ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. მას აქვს
მართლა ძალიან სერიოზული შიში რუსეთის და პუტინის პირადად, რომ მას რეალურად შეიძლება მისი ერთი დილა ძალიან ცუდად დამთავრდეს. თუ ის არ მიიღებს იმ ინსტრუქციების აღსრულებას და იმ მოთხოვნების შესრულების თამაშს, რომელშიც ის რეალურად არის ახლა გახვეული. 2024 წლის არჩევნების შემდეგ არავინ და არაფერი, აი ზუსტად ამას რო გავყვეთ ამ ხაზს, არაფერი არ რჯიდა პრინციპში და არ იყო ამისი ასეთი წვავე აუცილებლობა, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა ირაკლი კობახიძეს 28 ნოემბერს ამ შეწყვეტის შესახებ ევროპულ კავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ, შეჩერების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 29 aprils ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ საერთოდ შოკში ჩააგდო. ხო, ეს იყო ფაქტობრივად გაცხადებული გეგმა, საით მიდიოდა. ოღონდ განსხვავებით წინა განცხადებებისგან, ამ შემთხვევაში მართლა დაიწყეს ამის გაკეთება, იმიტომ რომ რადარებიდან გავაქრო ოპოზიციას. კი, მიიღეს ევროკავშირი, მივიღეთ ასე ვთქვათ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავადაც კი. ამას ვამბობ ზუსტად ახეთკენ მიყვავს საუბარი, რომ აი ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაც მოლაპარაკებების დარწმუნებული ვარ, რომ არ შეეჩერებინა ეს განცხადება რო არ გაეკეთებინათ, სხვა მიდგომა იქნებოდა დასავლეთში გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ მასშტაბთან დაკავშირებითაც განსხვავებული მიდგომა იქნებოდა და წინა პლანზე იქნებოდა ისევ ინტეგრაციის პროცესის აუცილებლობა, გარდაუვალობა და მაღალი ალბათობით ეხლაც კი შეიძლება მოლდოვის მერე თბილისში, კიშინოვის მერე თბილისში გამართულიყო პირველი, ესე ვთქვათ, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნითი სხდომა ევროპულ კავშირთან. ეს შეაჩერა კონკრეტულად რუსეთიდან მოცემული დავალების საფუძველზე, რუსეთს არ აწყობს რეალურად, რომ საქართველო ამ გზაზე ასე იაროს, გაწელილად და მერე სინამდვილეში აღმოჩნდეს და მიუახლოვდეს. წარმოიდგინეთ დღეს უკვე როდესაც საუბარია, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ექსპერტულ წრეებში, პოლიტიკურ წრეებში აზერბაიჯანი გადის რუსეთის გავლენიდან, სომხეთი გადის რუსეთის გავლენიდან და რჩება ერთადერთი საქართველო, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად ხდება რუსეთის გავლენის, ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. პუტინის ინტერესი არის, რომ კავკასიაში ეს გავლენები შეინარჩუნოს და სადაც აქვს ეს საყრდენი ივანიშვილის რეჟიმის სახით, მას ცხადია იქ აქვს ინტერესი, რომ არ მოხდეს ახლა ამ ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის ამოხოქვა და დაწყება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მერე შეიძლება უკან ვერ შემოაბრუნოს ეს ამბავი. 2022 წელი გახდა მისთვის Zeitenwendes ოღონდ პირიქით. Zeitenwende ეს არის შოლცის მიერ შემოტანილი ტერმინი ომის შემდეგ, როცა ამბობს, რომ სამყარო შეიცვალა. შემოbrunების, ხო. და ამ მხრივ ივანიშვილი რომ არა 2022 წლის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყება. რომ არა უკრაინის საოცარი წინააღმდეგობა და თავდადება და გმირული ბრძოლა და მართლაც ისე განვითარებულიყო როგორც ეს ჰქონდათ სქემაში და გეგმაში, ნუ 3 დღეში თუ არა 3 კვირაში დაცემულიყო კიევი, ხომ რეალურად სულ სხვანაირად გამოჩნდებოდა საბოლოო ჯამში და სულ სხვა ვითარება შეიძლება ყოფილიყო აქაც და გეოპოლიტიკური შემოbrunებაც გაფართოების, ევროპული კავშირის გაფართოების მიმართაც შეიძლება სრულიად სხვანაირი ყოფილიყო. ეს როდესაც უკვე კიევმა იბრძოლა, ზელენსკიმ იბრძოლა, როდესაც ეს პროცესი გაჭიანურდა, მერე ევროპელებმა ნახეს, რომ ეხლა შეიძლება არის მომენტი და მას მერე გამოცხადდა იგივე გერმანიის, იგივე საფრანგეთის ლიდერების ძალისხმევით და აქტიურობით, რომ დიდი გაფართოების დრო არის და ამ გაფართოებაში უნდა მოხდეს საქართველოს, მოლდოვა და უკრაინა. ეს ერთი და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ივანიშვილმა მშვენივრად იცის
ძალიან კარგად იცის რომ ის ყველაფერი ის 9 ნაბიჯი 12 რეკომენდაცია სანახევროდ მაინც რო აღესრულებინა ის აღარ იქნებოდა ხელისუფლებაში დაკარგავდა ძალაუფლებას რეალურად იმიტომ რომ თავისუფალი არჩევნები გამოხატვის თავისუფლება ბრძოლა კორუფციასთან მთავარი პროკურორის და ერთობლივად სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობით დაანიშნა ყველა ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლა ეს ისეთი პუნქტები იყო და ისეთი თემები იყო სასამართლოს გათავისუფლება ხო ეს პერკეტები ამას რომ დაეკარგა ივანიშვილს და მის რეჟიმს დღეს წინამძღოლში აღარ იქნება ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნება რომელიც გინდა პირველ ადგილას ის დააყენეთ შიში რუსეთის მხრიდან მისი სცენიდან გაყვანის ესეთი რბილი ფორმულირებით რომ ვთქვათ და ძალაუფლების დაკარგვა ეს ორი ფაქტორი იყო რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით მან იმ კობახიძის სახელმოწერილ ოღონდ მისი იყო ეს წერილში მთავარი ხაზგასმული აქცენტი იყო იმაზე რომ თქვენ გაქვთ გაცილებით უფრო სერიოზულ ავტოკრატებთან ურთიერთობა და რატომ არ გინდათ ზითი ვარ ეხლა მე მაგაზე უარესი ბიჭი რომ ჩემთან არ იმეგობრეთ შეგუეთ მიიღეთ მიგვიღეთ ისეთი როგორიც ვართ და გავაგრძელოთ მე ურთიერთობა იქ ჩინეთის აღარ იქნება ანაკლიაში და სხვა რაღაცებიც ეგ შეთავაზება ჩაიტანა ხო აც უკვე ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა რომ ეს არ ვიცი მოკლედ მე ეს იყო მისი მთავარი გზავნილი და მისთვის წარმოუდგენელია რომ რეალურად ტრამპი ასე საუბრობენ ხომ ისი მოლაპარაკე თავები ერთი და იგივე აზროვნების ვართ ერთი და იგივე იდეოლოგიის ვართ და წარმოუდგენელია როგორ ვერ პოულობთ საერთო ენას და როგორ ვერ ხედავს ის რომ ისი ნამდვილი პარტნიორი და ნამდვილი დასაყრდენი არის აქ ბიძინა ივანიშვილი ოღონდ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ აი ესეთ ავტოკრატად მიიღოს იმანაც დაივიწყოს ეს რაღაცა ოპოზიცია ის ეს ყველაფერი ეს მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები და მიიღოს ივანიშვილი აქ როგორც პარტნიორი გავიგე არგუმენტები მე მაქვს კონტრარგუმენტები ერთი ყველაზე მთავარი და აქ უნდა გავიხსენოთ აუცილებლად ეს დენიგანის ინტერვიუ რომელიც როგორც თქვით გადაფარა ამ რიჟვაზის თვითმკვლელობის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა ამას ალბათ დიდი ხანი ვერ გავიგებთ ეს რა იყო და ამ მაფიოზურ ნაწილზეც უნდა ვილაპარაკოთ გარჩევების ნაწილზე იქ დენიგანი ამბობს და ჩვენც ვნახეთ როცა ობრაიანი იყო ჩამოსული უკვე წინა ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტივად რო ვთქვათ მან არ მიიღო ბრაიანი და უთხრა რომ სანამ ფულს არ დამიბრუნებთ მანამდე არ შეგხვდებით ეხლა დენიგანმაც ფაქტობრივად სხვა სიტყვებით მაგრამ იგივე რამ მოყვა რომ არ მიიღო არც დენიგანი არც სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელი მაშინ როდესაც კარგად იციან რომ ივანიშვილი არის ის ვინც წვეთს ერთპიროვნულად რა ხდება ქვეყანაში და სხვასთან შეხვედრას აზრი არ აქვს GD leadership sent a letter to me for the Trump administration, a private letter. This is not the public letter, which frankly was threatening, insulting, unserious, and was received extremely poorly in Washington, extremely poorly. So it took us a while to come up with a response. That's true. And I think it took a while because people were so surprised to get such a correspondence from leadership of one country to my country. In the meantime, while we were coming up with our response, the Prime Minister issued an open letter. And then I went to the Prime Minister and said, I have a response from Secretary Rubio that he has asked me to deliver to Bidzina Ivanishvili. And Bidzina Ivanishvili said no. მე მესმის რუსეთის ფაქტორიც და რასაკვირველია ძალიან ძლიერია მესმის მისი ავტორიტარიზმისკენ მძიმე მიდრეკილების ფაქტორიც მაგრამ შეიძლება იყო ავტორიტარი შეიძლება შეინარჩუნო ხელისუფლება შეიძლება ასეთად მიგიღონ თუ შენ ელაპარაკები აუხსნი შენი თამასის წესებს და არ მოიქცევი ისე როგორც მე არ ვიცი მე არ მახსენდება კიდევ ერთხელ ვამბობ თუ თქვენ გახსენდება თვინმე სანდრო რა სიტყვი კი ბატონო ორი თქლინა შევეხებით თემას, იმიტომ მე მგონია რომ ძირითადად
ერთ შეცდომას უშვებენ ხოლმე ოცნებაში, როცა ანალიზებენ საგარეო პოლიტიკას, იმიტომ რომ უყურებენ განტოლების ერთ მხარეს ყოველთვის. რას გულისხმობ ხომ ეს ცოტა აბსტრაქტულად დავიწყებ და მე მგონი გასაგები გახდება რას გულისხმობ. მე მგონი წარმოდგენა აქვთ მათ, რომ პუტინი იღვიძებს დილას და თავის თავს უსვამს შეკითხვას. მიშლის თუ არა საქართველოს ნერვებს და თუ პასუხია ის რომ კი, მაშინ მე მას პრობლემებს შევუქმნი და ვიპყრობ ან ბიზნესს მოვიშორებ ან რაღაცა მსგავსი. რეალურად ეგრე არ არის, ხო? განტოლებას ორი მხარე აქვს. განტოლებას აქვს ორი მხარე, ერთი არის რა ბენეფიტს მივიღებ მე თუ საქართველოში ჩავერევი, სამხედრო ძალით მათ შორის, მეორე რა დამიჯდება ეს. ეს ორი მხარე აქვს. ოცნებაში შეიძლება მეორეს აიგნორებენ ხოლმე, მე მგონი და ამიტომაც მოსდით შეცდომები. რეალურად ბოლო 3.5 წლის განმავლობაში, როცა რუსეთი არის დაკავებული უკრაინაში ომით, ძალიან მარტივად შეეძლო ოცნებას, რომ გაეზარდა სამხედრო ხარჯები და არ გვეხარჯა 1.8% მუშიკუს თავდაცვაზე, რაც არის რაღაც მიზერული თანხა. ნატოში რო იყო ტრამპი გაგვიბრაზდებოდა, ესე ცოტა რატო ხარჯავთო. გვეხარჯა 8%, ახლა საქართველოს იქნებოდა ბევრად ძლიერ პოზიციაში. მაინც გასაგები რომ სუსტი ქვეყანა ვიქნებოდით, მაგრამ პირველად ნაკლებად მოუწევდა ივანიშვილს იმაზე ნერვიულობა, რომ შეუძლია რუსეთს მე 2 დღეში მარტივად მომიშოროს. ხო, ანუ უფრო მაღალი ფასი დაუჯდება რუსეთს ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ესენი ამას არ უყურებენ. უყურებენ მარტო განტოლების ერთ მხარეს, რომ ბენეფიტები რუსეთისთვის აქ შემოჭრის არ არსებობდეს. ანუ ჩვენ თუ ისედაც მივწაუთმობთ იმ ყველაფერს, რაც მათ სურთ, მაშინ არ შემოვლენ. არის მაგაში ლოგიკა გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეც აქვს, ხო? შენთან შემოჭრას უფრო ძვირი იქნება, ნაკლების დათმობა მოგიწევს. მით უფრო ისე მართავ შემდეგ ქვეყანას, როგორც შენ გაწყობს და გსურს. ამას არ აკეთებდნენ. ეს გონია ერთი ძალიან ლოგიკური და პრობლემური ნაწილი მოსაგრეო პოლიტიკაში. რა ინტერესიც არ უნდა გქონდეს ხომას. სულ რო გაქნებული პრორუსი იყოს, ლუკაშენკოზე ხო ეს წარმოდგენა გვაქვს, რომ ლუკაშენკოზე უფრო პრორუსი არავინ არ არის, მაგრამ ისიც სანამ შეეძლო ლავირებდა დასავლეთს და რუსეთს შორის, სანამ არ გამოაცხადნენ მის არჩევნებს არალეგიტიმურად, ხო? მაინც ბოლომდე სულობდა ლავირებას ისიც. და ეხლა შეხვდა კელოგს, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა როცა სომხეთში და აზერბაიჯანში რაღაც ხდება, იმანაც იყნოსა რაღაცა და აი პატარა ხიდუკა გაავა. ეს ერთი კომპონენტი. მეორე კომპონენტი ლავირებისთვის, აი რო გაიგრძნებინა ლავირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაშინაც ხო უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, იმიტომ რომ ექნებოდა განცდა, რომ რაღაცით დამეხმარებიან თუ რუსეთი ჩემზე ზეწოლას განახორციელებს. ისე უფრო კომფორტულად ექნებოდა. ლავირებისთვის არ არის საჭირო, პირობითად შეესრულებინა რაღაც ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია, ხო და რაღაც თვითონ ძალაუფლების პრობლემები შეექმნა. 2022 წელს პრობლემები ჩვენ დასავლეთთან გაგვიმძაფრ და არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გამო, არამედ უფრო განცხადებების გამო, რასაც თავიდან მაკეთებდით. შეგვეძლო ძალიან მარტივად შუმა ყოფილიყავით, არაფერი არ გვეთქვა. უბრალოდ რაღაც რამდენიმე შუმი განცხადება გაკეთებინა პარლამენტს, რომ ხო, იცით, ჩვენ უკვე გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ამიტომაც მეტი რა უნდა ვქნათ და მეც ვერაფერს ვერ მოგთხოვდა. ძალიან მარტივად ეს შეგვეძლო და მორჩა. არ გამოხვიდე, არ თქვა რომ ის ომში მithრებს, არ თქვა რომ უკრაინა დაიჯება, რაღაც ეს განცხადებები საჭირო უბრალოდ არ იყო. არც რუსეთს არ აინტერესებდა შენი ეს განცხადებები და დასავლეთში უბრალოდ გააბრაზე. ანუ ესეც ალოგიკური ნაბიჯები იყო უბრალოდ. და იქიდან გამომდინარე რომ ეს ალოგიკური ნაბიჯები ისე მე მგონია რომ პრობლემა გვაქვს რომ განტოლების ერთ მხარეს უყურებთ. უბრალოდ მიზანი არის რომ პუტინს ეამოს ჩვენი დანახვა და ისინი აი შეიძლება მართლა ისინი აღიქვენ პუტინს როგორც შლეგს და არა რომ ისეც რავი განტოლების ორ მხარეს უყურებს. მე ვქო რომ ახლა შეიძლება რაღაც ბოლომდე არ მეგონოს პუტინი რაციონალური, მაგრამ რავი რაღაც დონეზე აიაზრებს რა ბენეფიტი აქვს, რას რა ხარჯი და ომიც რო დაიწყო, ბოლოს შეეშალა აშკარად და ეგონა რომ მარტივი იქნებოდა. ლოგიურად აი ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანა მეგონი ბუკამ ამ წერილების, როცა ომნებიან რომ აუ შენ ახლა სხვა დიქტატორებთან თუ მეგობრობ, შენთან ნატო არ. აქაც ხო განტოლების ერთ მხარეს უყურებ რა. კი ამერიკა შეიძლება ურთიერთობდეს საუდის არაბეთთან, მაგრამ ეს საუდის არაბეთია. ის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. შენ ხარ საქართველო. ანუ შენ იმისათვის რომ შენთან ურთიერთობდნენ, შენთვის დრო გამონახონ და საერთოდ დაინტერესებდე ვიღაცას, უნდა უნდოდეთ და ის უნდათ იმისთვის მზად არიან რომ გადააბიჯონ რაღაცა მორალს და დიქტატორთან ურთიერთონ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, ნავთობი აქვს, მდიდარია, ასე შემდეგ. რეგიონული გავლენა და ასე. კი, შენ ახალ მნიშვნელოვანი. მათ შორის რუსეთიც შეგვიძლია ჩავსვათ საუდის არაბეთის მაგალითად. ხადია, კი. ხო და ანუ აი ეს ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება, მაგრამ ოცნების მაგალითზე მე მგონი მკაფიოა, რომ უყურებენ განტოლების ერთ მხარეს. არ მხოლოდ მარტო ბენეფიტებს უყურებენ ხოლმე, არ მარტო ხარჯებს, ვერ ხვდებიან რომ ეს ორი უნდა შეადარონ და ეგრეთ წყდება ხშირად გაწყვეტილებები. მოკლედ, მაინც რომელ მხარეს იხრები? მე უფრო გიასკე თუ უფრო ბუკასკე? მე მგონია რომ ბევრი ირაციონალური ნაბიჯი გადაედგა ბოლო რამდენიმე წელიწადში. ხო და დავამატებ ამას, რომ მე მგონი ამერიკაც ჩვენ მხარეზეა. ანუ
მარტო მართლა, ნუ ახლა ამერიკის მხრიდან შევხედოთ, მართლა რამდენ ავტორიტართან აქვს ურთიერთობა და ზოგი პატარა ქვეყნის ავტორიტარიც არის, მაგრამ გარდა იმისა, რომ ავტორიტარია და გარდა იმისა, რომ კობახიძე ირანელებთან რაღაც სურათებს იღებს, ხო? მარტო აუყო იმ სურათს ცოცხალი დარჩენილი. ხო, ესე იგი, გარდა ამისა, უბრალოდ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ვერ არის, იმიტომ რომ მობრაინს რო არ იღებ და ამბობ, რომ 2 მილიარდი მომიტანე და მე შეგხვდები, ხო? ეს არ არის ნორმა ამერიკელები, ნუ და ამერიკის ისახარ, ხო, რა თქვა. ამას არ ეტყვის ლუკაშენკო პირობითად, ხო, არა, ნუ ეს აქედან რა დასკვნას გამოიტანს ამერიკის რაღაც სახელმწიფო მდივანი, რომ ეს კაცი გიჟია და რა მინდა ამასთან, ხო? მან თქო მახსოვს შოკში ვარ, ესეთი სიტყვები თქვა. ჩემს ელს არ ელაპარაკება გავაგზავნე ამ ხელაკაცი, ხო? იმას არ მიიღო საერთოდ. ესე იგი ვერ არის ის კაცი. მაგრამ მე გავაძლიერე ფაქტ შიშის ფაქტორს. რეალურად ის ყოველთვის საჯაროდ გამოაქვს ეს და ჯერჯერობით ღიად საუბრობს ამაზე, რომ მისი ფულის საკითხი სანამ არ გადაწყდება, ის სახელმწიფო თემებზე ვერ ილაპარაკებს. შიში როდესაც ეს ამბობს. ანუ ეგ უკვე შეურაცხადობა. შიში როდესაც მე ვამბობ ამ შიშის საკითხს. სინამდვილეში მას შეიძლება ამის დემონსტრირებაც უნდა, რომ რეალურად ის არ აწყობს ამ ურთიერთობებს არც ევროპასთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზურგს უკან არაფერ შეხვედრებს არ მართავს პუტინის ზურგს უკან და კიდევ ერთ ვიტყვი შიშთან დაკავშირებით, აი რაც სანდრომ თქვა, რომ მისი დამოკიდებულება თავდაცვის ხარჯების და ბიუჯეტის გაზრდასთან მიმართებით არის რადიკალურად განსხვავებული. მოკლედ წავალ ექსკურსიით საწინააღმდეგო თავდაცვასთან და კაბელებთან დაკავშირებით, რომ თქვენ რა გონიათ, რომ მაგ კაბელები გიშველით და მაგ ხაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გიშველით და მაგი გააჩერებს რუსებს? თქვენ რა გონიათ, რომ მაგი გიშველით, ეხლა ჩვენ მაგი დაგვიცავს ჩვენ და რამის საშუალება გვაქვს და რამის თავი გვექნება მაგის მერე. მას არ ზუსტად ეს არის, რომ ის დემონსტრირებას აკეთებს, რომ მე არაფრისთვის არ ვემზადები. მე არაფრისთვის არ იფიქრო შენ, რომ მე აქ რაღაცა ცუდს უიაზრებ და ჯარს ვამზადებ და ასე შემდეგ. არა, პირიქით. მე აი სულ რასაც შემიძლია იმასაც ინსტიტუციურადაც შლი. ოღონდ ცხადია ხარ, რა თქმა უნდა, ჩემი ფული მომეცი და მე დავიძდე დავილაპარაკოთ, ეგ კიდე მისი აზროვნების ერთი ელემენტია, რომელიც შიდა უბრალოდ ჩვენ აქ ვარკვევთ რომელია წარმართველი. მე არ გამორიცხავ, რომ ეგ ფული მხოლოდ მისი ფული არ იყოს და მას მართლა აწუხებდეს ამ ფულის უკან დაბრუნება, იმიტომ რომ ეს ფული ასევე ეკუთვნოდეს გარკვეულ ჯგუფებს, გავლენიან ჯგუფებს მოსკოვში, რომლის გულისთვისაც მან შეიძლება სერიოზული მართლა პირადული პრობლემები შეექმნას ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერთი ის მინდა ასევე გავაგრძელო ეს თემა, რომ ეხლა სხვა დიქტატორებთან არ ურთიერთობა ხო გქონიათ, ეხლა ჩვენც მიგვიღეთ ესეთი. ანუ თუ არ დამელაპარაკები, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ვერ მიგიღებ, თუ არ მეტყვი რა იქნება თამაშის წესები და ამ თამაშის წესებს თუ არ ჩარჩავ ჩემთვის ოდნავ მისაღებ ჩარჩოებში, ხო? მეორე საკურველია მას აქვს პუტინის შიში, მაგრამ როდესაც შიში გაქვს, ცდილობ რომ თავი გადაიზღვიო, ხო? ანუ შენ როცა ვიღაცის გეშინია, იმასთან არჩები მარტო და არ ყველას არ იკვეთავ შენს გარშემო, რომელიც შეიძლება შენ დაგეხმაროს. ესეც რაციონალური ფაქტორია, რომ შენ რაღაცა მაშვალ რგოლად დაიტოვო ამერიკა, ანუ დასავლეთი, ამერიკა და ევროპა, ხო? ეს მეორე მომენტი და ეხა რაც შეეხება, ხო, მას რა ფულის ამბავს, რომ შეიძლება სხვისი ფული კონდეს. ეს არ ვიცით, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ თუნდაც იმის დაშვება, რომ იმიტომ რომ 600 მილიონი დაგაკარგინა შენმა ბანკირმა შვეიცარიის ბანკში და შენ გინდა რომ ეს ფული ამერიკელებმა მოგიტანონ უკვე 2 მილიარდის, ასე თქვა მაშინ ობრაიან, 2 მილიარდს ითხოვს, იმიტომ რომ გადაიანგარიშა, რამდენ ფულს გააკეთებ და 600 მილიონით. თავისებური კალკულაცია. ეს ხო მარტო ეს ფაქტი ხო სიგიჟია.
რომ ამის გჯერა რომ ამ ფულს ამოიღებ. უფრო მეტად ამოიღებ ამას რიჟვაძისგან, კალაძისგან, არ ვიცი, კიდე ღარიბაშვილისგან, ვიდრე ამერიკელები მოგიტანენ შენ 2 მილიარდს. ანუ ეს ხო თავისთავად ფიქრი ხო არის სიგიჟე. ეგა ერთ წინადადებას ვიტყვი მარტო. არაერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერებმაც, წარმომადგენლებმაც სხვადასხვა დონის თქვეს ქართულ ოცნებას ძალიან კაფიოთ აქვს, რაზეც რობინ დანიგანმა არ ისაუბრა ჩვენი ხედვა იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა გადადგან რეალურად თუ აქვს სურვილი ამ ურთიერთობების ნორმალიზების. ანუ მე არ ვიცი, მაგრამ ვარაუდობ, რომ ეს ნაბიჯები არის რეპრესიების შეწყვეტა, კანონების უკან გატანა და ახალი არჩევნების ჩანიშნა, გარდა იმისა, რომ ჩინეთი არ უნდა იყოს ანაკლიაში, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ასევე არ უნდა აშენებდეს აეროპორტს, ეს რა ქვია, წანისის სამხედრო სარწმუნოების ცენტრის მეზობლად, ესე ვთქვათ, პირობითად. მან ძალიან კარგად იცის ეს პირობები და ეს პირობები მიუღებელია. არ არის ეგ ესეთი გონიდან გადამდგარი, რომ ამისი წამს დასჯერა, რომ ამერიკელებმა წაართვეს ეს ფული და რომ მოიტანენ თუ მასე ზეც დააშანტაჟებს. ანუ ეს სიგიჟეა უკვე. წამს დასჯერა ამისი, მაგრამ всё, აი გავჩერდა. მე შიშის იმაზე მინდა გავაკეთო, ასე ვთქვათ, რეაქცია შიშის ფაქტორზე. გასაგებია, რომ მას შეიძლება ეშინოდეს პუტინის, ასე ვთქვათ, მხრიდან, წმინდა ფიზიკური ანგარიშტორების და ზოგადად ვიცით, რომ შიშარა კაცია და ასე ვთქვათ, თავის უსაფრთხოებაზე რაღაც, თუნდაც 2012 წლის არჩევნების წინ რომ რაღაც იმით ბარიერით გამოდიოდა და ასე შემდეგ, ანუ პირად უსაფრთხოებაზე ძალიან ზრუნავს, არ ამგონია, რომ მაინც და მაინც მარტო პუტინის ეშინოდეს, ზოგადად ასეთი მენტალიტეტი აქვს და ეს შიში კი ბატონო აქვს. მაგრამ ამაზე თუ ვიტყვით, ახლა ისევ რაც სანდრომ თქვა, რომ შეხედოს პუტინის თვალთახედვით, რატო უნდა აწყობდეს პუტინს ივანიშვილის მოშორება, როცა ყველაზე უფრო კარგი ვარიანტი, რაც შეიძლება საქართველოსში იყოს, საქართველოს მთავრობა არის ივანიშვილი. ამაზე უკეთესის იმედი რატო უნდა კონდეს პუტინს, ასე რომ თუნდაც თუ ჩავთვლით, რომ ასეთი რაღაც პანიკური შიში აქვს პუტინის, ეს შიშის ეს ზომა არ არის რაციონალური, მაგრამ არის მეორე შიში, რაზეც ასევე ბუკა მისაუბრა, ეს არის ძალაუფლების დაკარგვის შიში, რომ აი თუ დასავლეთთან და ევროკავშირთან გააგრძელებს ურთიერთობას, რაღაც ისინი ისეთ რამეს მოსთხოვენ, რომ ძალაუფლებას დააკარგვინებენ, მაგრამ მე მგონი ეს შიშით გაზვიადებულია, იმიტომ რომ რაც გაკვეთილი უნდა გამოეტანა, ხო, თქვათ, ბოლო 2 წლის ურთიერთობისა თუ 22-ის შემდეგ ურთიერთობისა ევროკავშირთან, რა გააკეთა ევროკავშირმა და რა გააკეთა საქართველომ, ევროკავშირმა დაუდგინა 12 წინაპირობა, ივანიშვილმა ფაქტობრივად დააიგნორა იქიდან 8 თუ 9 და ფორმალურად დაბჭიჩკა უკაცრავად ამ სიტყვისთვის რაღაც გარემოს დაცვითი და გენდერულია იმას აკეთებს ხოლმე, აკეთებდა და მაინც მიიღო ის რა ქვია კანდიდატის სტატუსი და ახლაც ხო მართლაც ამაში ვეთანხმები ბუკას რომ ირაკლი კობახიძეს რო არ გაეკეთებინა ის განცხადება ხო მარტო არჩევნების გაყალბების გამო იმხელა ტალღა არც იყო პროტესტის და ახლა სად არ გაყალბებულა არჩევნებით ან ისეთი მათემატიკური აგერ ამერიკის ელჩმა გითხრა რომ ასეს უყალბდებოდაო ხო რა წინა ელჩმა ამაში დეგნანმა და ხო და ახლა რაღაცნაირად ჩაიფარცხებოდა ეს ამბავი და იმასაც რაღაც პატარა ნაბიჯი რო გადაედგა გენდერული იმაზე კიდევ რამე გაეკეთებინა ან თუნდაც დემოკრატიის დარგში რაღაც წმინდა ფორმალური ასე ვთქვათ არაფრის მომცემი ნაბიჯი გადაედგა ფაქტობრივად კი ბატონო რაღაც პროკურორი შეეცვალა ან რაღაცა ექნა იმხელა რამეთ ეს არ დაუჯდებოდა რომ მართლა მისი ძალაუფლება ეტყვის ქვეშ დამდგარიყო მაგრამ მას მართლა სჯერა რომ დასავლეთი რაღაც რევოლუციას აფინანსებს კი ზუსტად ამის ჯერა ეს ნამდვილად სჯერა და ამიტომ გონია რომ აი ამ NGO-ებს რო გადაუჭრის რაღაც იმას რაღაც სასიცოცხლო ხას ამით პროტესტები დამთავრდება. ხო, ეს მართლაც ჯერა ასე რა. ანუ ეს შიშიც
გარკვეული რაციონალური საფუძველი ამასაც აქვს, მაგრამ ესეც გადაჭარბებულია, ანუ მას შეეძლო, ევროკავშირთან ის თამაში გაეგრძელებინა, რომლითაც ძალაუფლება მისი საფრთხის ქვეშ არ იქნებოდა, არც ასეთი მასშტაბის პროტესტი ექნებოდა ქუჩაში დღეს და და დასახო ელჩებიც იტყოდნენ რომ ეხლა რა მოხდა რა ქვია ქაბატონი რასა გააკრიტიკებდა ხო ევროპარლამენტში რა მოხდა ესენი იტყოდნენ რომ რაში გვაინტერესებს ხო ანუ ეს შეიძლება გაეგრძელებინა ძალიან დიდხანს მეც მაგას რსევარას ხო რაღაცნაირად შევეცდები რომ აუხსნა აი რაღაცნაირად ეს სიტუაცია იმიტომ რომ ახლა რამდენად ზგონია რომ ბევრი ირაციონალური ნაბიჯი გადადგა ივანიშვილმა შტერი არ მგონია არა, შტერი არა, შტერი სხვა განზომილებაა. კი. ანუ რას გულისხმობ ახლა მგონია, რომ რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი მის გარშემო რო იჯდეს, რომელიც უხსნის რომ ესე და ესე გვაწყობს, მე მგონია რომ გაიგებდა. მენტაკლებად. იმიტომ რომ რაღაც პრაგმატული ადამიანი არის საკმაოდ აშკარად და გაიგებდა რომ ხო მე მგონია ეგ არის ჩემი ინტერესში მართალი ხარ. ანუ ცოტა სხვა რაღაცით ვაპირებ ახლა აუხსნა რა სიტუაციაში ვართ. ჩვენ ვართ ავტოკრატიის ყველაზე ცუდ ეტაპზე ალბათ ამ წამს კომპეტენციის თვალსაზრისით. როცა შენ კომფორტულად ხარ შენ ძალაუფლებაში, როგორც პრობლემად ოცნება იყო 2016 წელს. შეგიძლია რომ დანიშნო მეტაკლებად კომპეტენტური ადამიანები, იმიტომ რომ არ ნერვიულობ იმაზე, რომ ეხლა მე მომიშორებენ, ესენი გადამაგდებენ და მიღალატებენ. ამას ნერვიულობა არ გიწევს, იმიტომ რომ შენი ძალაუფლება არის ძალიან მყარი. და ლეგიტიმაციაც არის. ლეგიტიმაციაც გაქვს, კი. მაგრამ როცა შენი ძალაუფლება არის უფრო სუსტი, გიწევს რომ არჩევანი გააკეთო კომპეტენციასა და ერთგულებას შორის. რაც უფრო კომპეტენტურ ადამიანს აირჩევ, მით უფრო დიდი არის იმის შანსი, რომ მას ამბიცია ჰქონდეს, რომ თავისი კადრები დანიშნოს სხვადასხვა ადგილებში, შეიძლება თავისი ძალაუფლება გააძლიეროს და ნელ-ნელა შენი ძალაუფლება შეამციროს და მოგიშოროს. მეორე მხრივ შეგიძლია აირჩეო ადამიანები, რომლებიც ნაკლებად კომპეტენტურები იქნებიან, მაგრამ სამაგერად უფრო ერთგულები. იმიტომ რომ ხვდებიან რომ აი ისინი თლიან შენ იმედზე არიან და შენს გარშე არაფერს არ წარმოადგენენ და ამიტომაც ვერ გიღალატებენ. როცა აი საქართველოს სიტუაციაში ხო მით უმეტეს თუ ნერვიულობ რომ მე რევოლუციას მიწყობენ ამ განზომილებით უყურებ და მით უმეტეს ბოლო რამდენიმე წელიწადში გძნობთ ჩვენ რომ ოცნების ძალაუფლება საკმაოდ რაღაც სუსტი არის. მაგ მოცემულობაში შენ გიწევს რომ დანიშნო ადამიანები რომლებიც მაქსიმალურად ერთგულები არიან და ფიქრობ რომ ესენი მე არ მიღალატებენ, არაფერს არ გამიბედავენ. ანუ გიწევს რომ უარი თქვა რაღაც დოზაზე კომპეტენციაზე. ეს როცა ხდება ავტომატურად შენ გარშემო არიან ადამიანები რომლებიც შენ ყველაფერში გეთანხმებიან, არ გეუბნებიან რომ ცდები და ამ ერთ შეხედვით არც თუ ისე რთულ რაციონალურ ანალიზში არ შემოდიან, იმიტომ რომ ამისთვის საჭირო რომ გითხრან რომ არა მე მგონი ცდებით ბატონო ბიძინა და ესე კი არ არის ესეა, ამაში არ შემოდიან. და როცა აი ამ სიტუაციაში ჩდება ადამიანი, აი მეორე კარგი მიღალითი არის ხო ესეთი პიროვნების მასკი რომელიც რაღაც ასევე ძალიან ჭკვიანი ადამიანი არის, ყველას ესმის რომ მასკი ძალიან გონიერია, მაგრამ ხშირად ძალიან სულულ რაღაცებს აკეთებს. ისე იმით აიხსნება რომ გარშემო როცა ადამიანები ყველაფერში გეთანხმებიან, შემდგომ შეიძლება რაციონალური რაღაცები გააკეთო. იმიტომ რომ გეტყვიან რომ კი ლოგიკურად ჟღერს. პირველივე შენ აზრზე ამას გეტყვიან. და მე ცუდი რაღაცები ხო, მაშინ აქვე დაგისვა კითხვას. მე იმ ყველაზე ერთგულ ადამიანებსაც რო იშორებ. ხო და აი ეხლა მე ამიტომ ეს ვერ გავიგე. ნახეთ, ეხლა ახალ იმაში შევიდეთ ასე ვთქვათ სიღრმეში. არალაგებ ამერიკასთან, მაგრამ იშორებ სანქცირებულ ხალხს, რომელიც გემსახურა დაამტვრია ძვლებში ახალგაზრდები, ჩასვეს სანქციებში, მე ამისთვის კომპენსაცია მიეცი და დააჯილდოვა რაღაც ორდენებით და ქეშად მიეცი ფული, იმიტომ რომ ბარათით ვერ იღებდნენ, მაგრამ ესენი მოიშორე. ხო, ეს ერთგული ხალხი, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ სისტემა შენარჩუნებული იყო, რათა თვითონ გადარჩენილიყო. მეორე იშორებ ამ ხალხს და ერთ ადამიანზე აკეთებ აქცენტს. ანუ ყველაფერს აბარებ ირაკლი ყობახიძეს. აი სამიხსენი ეხლა ამ მასში ამ ფორმულაში ჩამისვი ეს სვლადები. ეს სვლადები ჩამისვი. ჩემი ინტერპრეტაცია არის რომ ბიზნეს აზრით, იმიტომ რომ ბიზნესმენი არის, ფული უდრის ძალაუფლებას, ან არის რაღაც თავარი გამსაზღვრელი ფაქტორი ძალაუფლების. და როცა დაინახო რომ მის გარშემო ბევრი ადამიანი ძალიან ბევრ ფულს აკეთებდა, მისთვის ეს იყო მთავარი საფრთხე. და მგონი ეს წარმოიდგინა რომ რადგან ადამიანები ასეულობით მილიონს აკეთებენ, ეს შემთხვევით მიუღებელია და რადგან მას ეს მიაჩნია მთავარ ძალაუფლების წყარო და ამიტომაც ეს უფრო დიდი განგაშის ზარი იყო მისთვის, ვიდრე ის რომ პირობითად ირაკლი ყობახიძემ დანიშნოს ვიღაცა სულში.
მე მგონი ეს იმიტომ რომ მას ესე წარმოუდგენია ძალაუფლება. გასა ხარ და ამატებდი მაინც ვადასტურებ ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთანავე ივანიშვილი ასევე თვლიდა ამათ შემხედვარი ყველასი, რომ ესენი მოღონიერდნენ, მოძლიერდნენ და ამბიციაც გაუჩნდათ და პრეტენზიაც გაუჩნდათ, რომ მათ ბეჭებზე და მათ კისერზე გადაიარა 4 რევოლუციის ჩახშობამ და რაღაცა ეს დავალდებულების მომენტი იყო. ახლა თუ ნერვიულობს რეალურად, ხო, ეს მართლა ყველაფერი სპეკულაციებია, მაინც მეტწილად, ხო, მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია არაფერი, მაგრამ თუ ინერვიულობს ლილუაშვილმა, ინერვიულობს გომელაურმა, ინერვიულობს იგივე, არ ვიცი მე, ვინც გაუშვა, ღარიბაშვილმა, ინერვიულონ მაგათმა სახში უკვე, რომ რეალურად ვაი. ნუ კალაძებაც ინერვიულობს. შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველამ ინერვიულობს პირიქით იქით და კოპახიძეზე ესეთი მოარული ხმები დადის რეალურად, რომ მას ამ ფინანსურ სქემებში შემჩნეული და თანამონაწილეობაში არ არის და მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულიც არ არის, ამიტომ თვითონ შიგნით ოცნებაში, რომ აი ამ ამბებში არ არის გახლართული და სანამ ასე იქნება, ძალიანაც აწყობს, რატომაც არა, ეხლა გავლენის მქონე და პლუს ამას ეს რა ქვია, სტალინის პერიოდში შორს რო არ წავიდეთ, ეგო და ეჟოვი და აგო და ეჟოვი და ასე შემდეგ ვინ სად როდის აღმოჩნდებოდა დასახრეთ მასე რა ქვია საკანში არც ერთმა არ იცოდა თვითონ რა ნაკლები ერთგულებით ემსახურებოდნენ. მაგრამ მე აი ჩემი წარმოდგენით ეს სისტემა ემყარებოდა კორუფციულ სქემას. ანუ ყველას ზემოდან ქვემოთ ამ ვერტიკალში ქონდა რაღაცა მისთვის განკუთვნილი ულუფა კორუფციის, რომელიც შეეძლო მიეხო. იმიტომ რომ თუ შენ ხარ ჩართული კორუფციაში, თუ შენ იგებ ამით, შენ დაინტერესებული ხარ, რომ სისტემა შენარჩუნდეს. ამიტომ შენ ხდები ლოიალური ჯარისკაცი სისტემის, იმიტომ რომ შენ თავზე ფიქრობ, შენ კეთილდღეობაზე ფიქრობ. ეხლა ეუბნება, რომ იცი რა, თქვენ რომ მოგეცით საშუალება, ეხლა ესე არ არის, ეხლა ის უკან უნდა მოიტანო. ანუ ყველა მიმართულებით ურტყავს დასავლეთს, ურტყავს შიდა ოპოზიციას, ურტყავს სამოქალაქო საზოგადოებას და ეხლა დაიწყო ჩამოშლა აი ამ კორუფციული სისტემის, რომელზეც იდგა მისი ძალაუფლება. ერთი შეხედვით. მე მგონი ულუფების ზომა არ იყო განსაზღვრული. ანუ ის რომ რაღაც ფარული, ასე ვთქვათ, კონტრაქტი იყო, რომ მე რაღაცა ხელფასის გარდა კიდე რაღაცას იხეირებთ, მაგრამ ну, ჩემი რაღაც ისე ვარაუდია, რა თქმა უნდა, გულწრფელად გაბრაზდა, რომ ნამეტანინ მოუვიდათ. მასშტაბები, ანუ თქვათ ღარიბაშვილი, არ ვიცი, რატომ მოიშორა ღარიბაშვილი, ხო ღარიბაშვილის მოშორებით დაიწყო ეს ახალი წმენდის კამპანია. ну, შეიძლება ის თვითმფრინავის ამბავი ხო რაღაცა. შეიძლება ამან გააღიზიანა მართლა, ხო, რომ აი რაღაც კი ბატონო, გააკეთე ფული, მაგრამ ისე თვალსაჩინოდ გამომწვევად ნუ მოიქცევი. ხო, ანუ ფული გააკეთეთ, მაგრამ რაღაც ზომიერების ფარგლებში, მაგრამ ახლა რო იწყებ პირველჯერ რაღაც 10 მილიონი გონია ბევრი ფული და მერე ახლა უკვე ასებში გადადიხარ, მერე რაღაც მილიარდზე თამაშები და ეგრე არ მოსულა, მაგის უფლება არ მომიწია. ხო, მაგრამ ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა სამართლებრივი ვერკე. ხო, ეს არის მაფიოზურად, ხო? მაფიოზური ის არის, რომ ზედმეტი მოგდით. ხო, ანუ ეს ხო. თან როცა აი რა მომენტია რა, აი ეკა ეს უყურებს რომ, ხო აწყობს ხო ყველა სამსისტემაში ნარჩუნება და რატომ უნდა შეეწინააღმდეგო, მაგრამ ბიზნესი ესე უყურებს რომ მე ამდენის უფლება მივეცი და მომატყუეს და მეტი გააკეთეს. და რა ვიცი ხო კიდე არ მომატყუებენ მომავალში და კიდე უფრო მეტი არ მოუნდებათ. როცა ესე უყურებ რომ აი ეს ადამიანი უკვე გამოჩნდა რაღაცა იმაში არაერთგულებაში და დამორჩილობაში შევატყვეთ, მე გასაგებია უკვე.
ხო, მაგრამ ნახე, აი თუ გინდა რომ კორუფციას ებრძოდო, თქვა რომ აი ეხლა მე ეს ყველა დავამარცხე აქ რაღაცა ვებძვი ამას, მაგრამ ვებძვი კორუფციასაც, ხო? მაშინ იწყებს სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ რიჟვაძის შემთხვევამ დაადასტურა მოარული ჭორები, რომ დაადგნენ ყველას თავზე, დაკიდეს ფეხებით და უთხრეს რომ აი ეხლა დაგფერთხავ და რა ფულიც გაქვს წაღებული, ყველაფერს ჩვენ წავიღებთ უკან. მაგრამ ამ შემთხვევაში სისტემა, ანუ როგორ მუშაობს მერე? ანუ ეს ამიხსენით. როცა ანუ რაღაცა სქემაში იყო, ხო? ახალი ჯერ იქნება ალბათ წესიერად, მოიხედავს აბა როგორ არის და მე შეხედავ. ამ სისტემაში თუ ფული არ იშოვე, რატო უნდა იყო ივანიშვილთან? არა, იმედი ექნება რომ იშოვის, მაგრამ ნუ თავიდან პირველი 3 თვე იქნება კარგი. მაგრამ იმედი ექნება რომ იშოვის, მაგრამ იტყვის რომ ზომიერი ვარ, გონიერი ვარ და იმათმა რომ ბევრი მოინდომეს, იმიტომ დაემართათ ეს თორე მე ხა აგერ ჩემსას რაღაცას თბილს ლამას 1-2 მილიონს და გამჩერდები უკაყოფილდები იშოვის კონსოლიდაციას აძლიერებს ეს ამ ბრძოლის დევიზი და ამას ეხლა ეს ხო არა ეს საერთოდ არ ქონდა ესე ჩვეულებრივი არა მე კითხვა მაქვს ეს ამ სისტემას ამ კორუმპირებულ დამპალ სისტემას აძლიერებს მის კონსოლიდაციას აძლიერებს თუ ასუსტებს ეს იყო კითხვა მგონია ასუსტებს მე მგონია რომ ასუსტებს ანუ მას არა აქვს ისე თქვათ კარგი მაფიის ბოსის იმიჯი თუნდაც სტალინა 37 წლის შემდეგ მის დარჩა სიკვდილამდე შერჩა ისე ხო ეს რაღაც რო დასტაბილურდა ეს ასე თქვათ პოლიტბიურო შერჩა ბიძინა ყოველ რამდენიმე წელიწადში სulis ასე ვთქვათ ყველაფერს ესე იგი 3 წელზე მეტი არც ერთ პრემიერ-მინისტრი არ გაჩერებულა და ნუ მაგრამ ნუ აქამდე ყოველ შემთხვევაში ასეთ საშინელებებს არ უკეთებდა ხო ნუ უშვებდა უბრალოდ და მაგრამ ისინი ყოველთვის ძალიან ფრთხილად მიდიოდნენ და ვერავინ ვერ ბედავდა პირადად მის კრიტიკას იმიტომ რომ როგორც ჩანს იცნობდნენ კარგად რომ რაღაც ზედმეტად არ უნდა გააბრაზოს და ახლა თუნდაც ეს პერიოდული წმენდები ჩავთვალოთ რაღაც ნუ რაციონალურად ეს აღარ არის ჩვეულებრივი წმენდა, ხო? ანუ უკვე ნუ ადამიანი რომ მიდის მის რაღაც მაღალ თანამდებობაზე, ხო, ნუ და იცის მის წინამორბედებს რა მოუვიდათ. ანუ ლოიალობას რითი ინარჩუნა? უკვე შეიძლება რაღაც ჩემიათ რაღაც ირღვევა ფსიქოლოგიურად ამ სისტემაში ახლა ეს არ ნიშნავს რომ ეს საკმარისია იმისთვის რომ ჩამოიშალოს თვალდაზე იქ, მაგრამ სტრატეგიულად ეს ასუსტებს. არც ერთ შემთხვევაში მას აქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა საერთოდ ადამიანებზე. ანუ არ ასუსტებს. ასუსტებს, მაგრამ თვითონ არ თვლის. არა, თვითონ არ თვლის რომ ეს ასუსტებს. მას იმიტომ რომ მას ვერ წარმოუდგენია ეს რაღაცა მოარული ხმები ხა რომ ღარიბაშვილი, გომელაური და ლილუაშვილი პარტიას გააკეთებენ და იქნებიან რაღაცა მესაკუთრე პარტიაზე არ არის ლოიალობაზია. ხო, გასაგებია, მაგრამ არის არალოიალურობის პიკი არის პარტიას რო გააკეთა. მის მიმართ შიშის ფაქტორი იმდენად დიდია მისი ღმერთმენი. იმდენად დიდია რომ ამას უყოლას ხო, ეხლა რიჟვაძის მაგალითზე გამოჩნდა რამხელა არის ეს შიშის ფაქტორი. გააპარტახებს, გააცამტვერებს და ამიტომ ისინი ყველა ჭკვით იქნებიან, ჩუმად იქნებიან და შესარგებს შეირგებენ და მიხვდებიან რომ სწორად დაისაჯენ. ოღონდ მოიტანენ ამ ფულს. მოიტანენ ისე რომ დარჩეთ მათ სასულთმულო. რომ ჩვენ იგივე ბაჩიაშვილის შემთხვევაში არა, სასულთმულო, გავიხსენოთ კანონი 550 ლარზე რო უნდა იცხოვროს. რო არავინ არ უნდა დაეხმაროს და ვინც დაეხმარება სათავის სახლში აცხოვრებს ავტომობილს ათხოვებს თუ ხიზილალას მიუტანს რომ 550 ლარში ხიზილალა არ მოვა ისიც დაისჯება სისხლის სამართლის წესი. ეს არის ანგარიშწორება ღალატისთვის. კი ბატონო, კი ბატონო. ცნობიერებით არის არარაციონალური გათვლა რომ აი სისტემა დავალაგო ეს არის ანგარიშწორება ღალატისთვის და მაფიოზური გაგება. არ კლავს უშუალოდ ხო მაგრამ აი ასე სოციალურად კლავს და რაღაც ესე იგი 550 ლარზე ანუ წარმოუდგენელია ესეთი კანონი 550 ლარზე უნდა იცხოვროს თუ ვინც არის ასეთ ფინანსურ დანაშაულში ჯავრდებული და ვინც დაეხმარება და ძმა, დედა, მამა, მეზობელი, მეგობარი ყველას დაიჭერენ. ხო, ნუ ალბათ ნატურით შეიძლება რომ აჭამო.
არა, ეგეც იყო მე მგონი ეგეც გათვალისწინებული იყო კანონში. მაგასაც აღმოფხვრა. და ხარჩო ვთქვათ. რამე აღმოფხვრა. ჩუმად კონტრაბანდულად შეიტანა. მე არც ერთ შემთხვევაში ვთქვი რომ ის ვერ აღიქვამს და არ უშვებს იმას რომ რეალურად ახლა ასე ისე სუსტდება რომ შეიძლება მისი ძალაუფლება ჩამოიშალოს და ჩამოიფრთხოს ის არც კი უშვებს. მას რეალურად ერთი და მეორეს ერთი მეხოტბეები ის თავიდან ჩვენს მაშინ რა ქვია გარემოცვაში ღიად აცხადებდა რომ ის არის ცნობილი ციტირებ მას სპორტში ანუ მოკამათე. ესე ამბობდა თავის თავზე ცნობილი სპორტში. მე მზადა ვარ და ღია ვარ და თუ მე არა ვარ ეგეთი კაცი რომ არ მივიღო არგუმენტები რომელსაც ექნება თქვენი არგუმენტი უფრო თუ ძლიერი იქნება და ეს რაღაცა ეტაპზე მართლა ხა ბევრი მომენტი იყო ეგეთი რომ რაღაცა ეტაპზე მარტო ეს იქნებოდა ეს გარემოცვა რომ აი თავრობის ხდომაზეც ან რაღაცა დახურულ ოლით საბჭოს ხდომაზეც ეს კამათი მიდიოდა. ეხლა ეს თემა დახურულია საერთოდ პირდაპირ ის ფილოსოფოსები იქნებიან თუ კინორეჟისორები თუ წამყვანები ესენი ყველა შედიან და ეუბნებიან რომ ხო IDS-ი გებრძვის მეგობრებო IDS-ი არის საერთაშორისო deep state-ის ჯერ შეგუება გვიწევს ახალ ტერმინთან ასე მარტივი არ არის ხა აბრევიატურით ამის თქვა IDS-ის სხვათა შორის ეხლა საწყალმა ხალხო ეხლა IDS-ი უნდა დაიმახსოვროს IDS-მა პირველი ასოცირება GDS-თან გამიჩინა სხვათა შორის და შეიძლება იქნება ივანიშვილი არის მეორე თან რუსეთსაც რო გადავიდეთ ძალიან პარალელურად საინტერესო მოვლენები მიდის საქართველოში და ერთი სტილის მოვლენები კი რუსეთში დიდი ხანია დაიწყო ხალხის მოწამვლა პირველი პერიოდი იყო მერე ვინც რუსეთში დარჩა ფანჯრებიდან ყრიან პირდაპირ და თავი მოიკლავ ამბობენ უკვე მე ვერც ვითვლი მე რამდენად ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენი მოკვდა სულ ახალ ხანს ერთი 12 ტოპ მენეჯერი არის გადახტარი ფანჯრიდან კი ბატონო საოცარი სტატისტიკა ჯერ აქეთ ფანჯრებიდან ხტომა არ დაუწყიათ, მაგრამ ეხა რიჟვაძის სავარაუდო თვითკვლობის მცდელობა, უკვე არის ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ რაღაცა მსგავსი ხდება შიგნით. მაგრამ რუსეთშიც ახლა დაიწყო ნაციონალიზაცია, მარტო ფანჯრებიდან გადმოხტომა არ არის მთავარი, რომ არის რომ ხალხს ართმევენ, წართმევ ნაციონალიზაცია ქვია, წართმევა ჩვეულებრივად, რომ გართმევენ უკაცრავად ჟარგონისთვის აგახევენ ბიზნესს. თუნდაც ლოიალური იყავი მანამდე პუტინის მიმართ, ხო? და ეხლაც მოხდა იგივე შემთხვევა რუსეთში და ეხლაც ფული ჭირდება რუსეთს, ეხლა პუტინის ეკონომიკას ჭირდება ფული და ამათაც ჭირდებათ ფული. ის 2 მილიარდი ამერიკა რო არ მიცემს ლილუაშვილმა კალაძემ და იმან ხომ უნდა შეუგროვონ მოყარული ფულიდან. ხო და აი ეს პროცესები სანდრო რამდენად გავს ერთმანეთს ეს მაფიოზური, ასე ვთქვათ, გარჩევები. რუსულ აბსოლუტურად ერთი ხელწერაა? ხელწერა ერთმანეთს გავს, მე მგონი უფრო мотиваციები არის აქ მნიშვნელოვანი და განსხვავებული. ხო, ახლა ჩვენ შემთხვევაში მე მგონი мотиваციები ძირითადად ერთ ადამიანს უკავშირდება და მას რა სურს. რუსეთის შემთხვევაში мотиваციები უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა ომს აწარმოებს და იქიდან გამომდინარე, რომ ომს აწარმოებს, ხდება უამრავი საშუალება კორუფციისთვის, ფულის მოპარვისთვის ომის პერიოდში და გჭირდება, რომ სტალინისავით მართავდე ქვეყანას. იმიტომ რომ შენ რო იმედი გაქვს, რომ აი ახლა მე ქარხანა გავაკეთე, დრონებს და ვამზადებ და უკრაინას დავბომბავ, ამბობს რომ იქ ვიღაცა ადამიანი დრონებს კი არ ამზადებს, სათამაშოებს აკეთებს და ნახევარი დრონები შენ არ მოგდის, ძალიან ბევრ პულს იპარავს და შენი გამოსავალი არის, რომ იცი მე აუდგები და ამ ადამიანს მოვკლავ. ანუ შენ აქ საერთოდ სხვა მიზანი გაქვს. შენ აქ მიზანი გაქვს, რომ დაჯის ხარჯზე კომპეტენცია შექმნა. რომ აი თუ კომპეტენტურად არ მართავ შენ დრონების ქარხანას, მე მოკლავთ. ეს არის ერთი რაღაცა მიმართულება. შეთო მიმართულება საერთოდ სხვა არის, ხო? შეთო მიმართულება არის, რომ ფული არ გააკეთო. არაც გააკეთე მოიტანა. ხო, ანუ აი мотиваციები რადგან ძალიან განსხვავებულია, აი სხვადასხვა ფორმებში სხვადასხვა მიზნებით გამოიხატება, ხო მე? კი ბატონო, ეხლა ისევ რაციონალიზაციაზე რო წავიდეთ, რომ იყო რაციონალური, სულ არ გამორიცხავს იმას, რომ იყოს დიქტატორი. და ესეთი ავტორიტარი უკვე კარგად კონსოლიდირებული სისტემის და ავიღოთ ალიევის მაგალითი, ხო?
ალიევი არის რასაკვირველი ავტორიტარია, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოავლინა წარმოუდგენელი რაციონალურობა და გროსმაისტერი გახდა საგარეო პოლიტიკის ჯერჯერობით ამ ეტაპზე, როგორც წაიყვანა თავისი, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკა, როგორც დაიბრუნა ყარაბაღი და ასე შემდეგ. ალიევმა როგორც კი დაინახა, რომ პუტინი სუსტდება და ამერიკის პოლიტიკა და ტრამპი იწყებს შემოტრიალებას, ხო? მაშინვე ასე ვთქვათ, გადადგა მკაფიო ნაბიჯი. იმიტომ რომ დაინახა, რომ ეხლა ამის დროა. ის ყოველთვის ელოდება საჭირო დროს, რომ იმოქმედოს. მანამდე ხა როცა რაციონალებზე ლაპარაკობდა, ალიევი იყო კაცი, რომელიც პუტინთანაც ჩადიოდა, ძალიან მეგობრულად ელაპარაკებოდა და მისი პარტნიორი აქებდა მას ძალიან. ზელენსკისაც ხელს ასმევდა და მეორე ხელს ართმევდა ფონდელაიერს და ეუბნებოდა, რომ თუ დაგჭირდეთ ენერგო რესურსები, აგერ დერეფანი გამოიყენეთ. ხო, არა, გასაგებია, რომ თავისი ობიექტური შედეგებით არის რაციონალური ძალიან წარმატებული ლიდერი, მაგრამ გარდა ამისა, მან ჩამოიყალიბა იმიჯი ადამიანისა, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება, ხო? ეს არის ძალიან ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს არის ადამიანი, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება, ხო? ისევ ბიზნესო დაუბრუნდეთ, ბიზნესი არის ადამიანი, ვისაც ლაპარაკი არ გამოდის და აზრი არ აქვს და ეს ავტორიტარია თუ რაც არის გასაგებია. გასაგებად რაციონალურად იქცევა, რაღაც ყველა პოლიტიკის თეორიაში ჯდება, რომ რაღაც ნავთობის და გაზის პატრონი ქვეყანა, დემოკრატიული კულტურის და გამოცდილების გარეშე და რა თქმა უნდა დიქტატორი ეყოლება. სათავეში არავის ეს არ უკვირს. აზერბაიჯანული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც ეს ფაქტობრივად მისაღებია. და ახლა რატო ამერიკა და ევროპა რატო იჩხუბებს, ასე ვთქვათ. ამ ხრივ რატო მოიკლავს თავს? რატო მოიკლავს თავს, როცა თვითონ აზერბაიჯანელების უდიდი უმრავლესობა ყვაყოფილია აგერ დაიბრუნა ტერიტორიები კაცმა, ხო? და შედარებით კარგად აცხოვრებს ჯერჯერობით, ხო? ამიტომ მისი სტატუსი არის აბსოლუტურად სხვა. ახლა კი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ევროპიდან და ადრე ამერიკიდან, ასე ვთქვათ, კრიტიკა არ დაკლებია ობამას დროს თუნდაც, ხო, რა პრობლემები ქონდა ამერიკასთან, მაგრამ ტრაგიკული არაფერი არ მოხდარა ამის გამო. ის თავისას აგრძელებდა. თქმა უნდა, ობიექტურად იმას ყავს ზურგი ერდოღანის სახით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ ზურგსაც იყენებს და იმ ერდოღანსაც ყველაფერზე თავს არ უქნევს. ხო, თავის პოლიტიკას ატარებს, ხო? ამიტომ ვამბობ და გარდა ამისა, კიდე ხა რუსეთს რო დავბრუნდეთ, შეიძლება გეგონოს დასაწყისში შეიძლება ივანიშვილის რაციონალურად გონებოდა, ხა რუსეთი მოიგებს ამ ომს, ამას ამბობდა კიდევაც მე მგონი პირად საუბრებში და იქ როგორც ვიცით მისი ყოფილი გარემოცვადან ეს თქვა პირველ გამოსვლაში ომის შემდეგ. და გასაგებია რომ იქ მხარეს ირჩევ რომ ამბობ რომ აი მე ეგრევე ვთქვი რომ შემხარეზე ვარ რომ მე არ მომედაო, მაგრამ აი ეხლა ხო, როდესაც აი ამერიკის პოლიტიკა არ ვიცი, ტრამპი ძალიან არასტაბილური პოლიტიკოსია, მაგრამ არ ავჩქარდები, მაგრამ მოდი მივყვეთ რა მოხდა, ხო? ეს ავწეროთ და ეს რატოა მნიშვნელოვანი ეხლა ტრამპის პოლიტიკის ცვლილება. ამას ასე პირდაპირ შეიძლება ცვლილება ჯერ კიდევ არ დაერქვას საბოლოო ჯამში, მაგრამ მან ღიად დაიწყო უკვე საუბარი იმედგაცრუებაზე, რომ 1000 სისულელეს ისმენენ პუტინისგან, მიუხედავად კაი რაღაცებს მეუბნება, მაგრამ მას ინგლისურად სხვა სიტყვით შეამკოეს მისი საუბარი, ის ყოველთვის არის მის მიმართ რაღაცა ისეთი კეთილგანწყობილი, მაგრამ წინამდვილეში არაფერი რეალური ლაპარაკი და არაფერი არ გამოდის და დარწმუნდა იმაში, რომ პუტინს არ უნდა ომის დასრულება. ასევე იმ ხაზის გატარებით, რა თქმა უნდა, რომ იზრუნავს, რომ ხალხი არ მოგდეს. მას მე მგონი ძალიან მაგრა უნდა მართლა ეს ნობელის პრემია, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხი არ მოგდეს, ამ ხალხის არ მოგდეს და შემცირდეს სვერპლი, ახლა უკვე პატრიოტის ჯერ რაკეტებს და უკვე ცოტა ხანში სისტემებსაც მიყიდის ნატოს გავლით უკრაინას, ხო? ამ დროს ჩვენ საუბრობდით
შიდა მოხმარებისთვის და ისინი ყველა უყურებს, რა თქმა უნდა. შემთხვევითი არ არის რომ 85 მხარდამჭერი ყავს ლინსი გრემის და ბლუმენტალის კანონ პროექტ სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინაში ჯერ კიდევ უკაცრავად ამერიკაში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია უკრაინისტვის მხარდაჭერის სამხედრო დახმარების მხარდამჭერთა რაოდენობა ყველა ბოლო გამოკითხვით. და შესაბამისად წინ არჩევნები აქვს მომავალ წელს შუალედური არჩევნებია პოლიტიკოსები ზრუნავენ ამაზე დონალდ ტრამპიც ფიქრობს ამ მიმართულებით რომ მისი ეს პოპულარობა არ დაკარგოს და შეინარჩუნოს და შესაბამისად ხალხთან სათქმელი ექნება ბიუჯეტიდან ფული აღარ მიდის ბიუჯეტში პირიქით ფული შემოდის და ეს ფული შემოდის მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებისთვის რომ იქ არ იღუპებოდეს მშვიდობიანი მოქალაქეები. მე ვცადე, ვიზრუნე, ბევრი ვეცადე და ბევრი ველაპარაკე, მაგრამ არაფერი არ შევიდა პუტინის თავში. მივიღებ, ნახავთ როგორი ტიპის სანქციები იქნება და რა პაკეტი იქნება საბოლოო ჯამში. ვფიქრობ, როგორ შაბათს სწორედ ამაზე იქნება საუბარი, ჩემი ვარაუდია ეს და არა მხოლოდ და მგონია რომ აი ესე ნელ-ნელა ასე გამოდის ამ სიტუაციიდან რომ ის არ არის მოწინავე არ მიდის ამაში ფული აღარ იხარჯება პირიქით ფული შემოდის მაგრამ უკვე რეალურად უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი ამერიკელი პრეზიდენტია რომელიც სინამდვილეში ასეთია თუ ისეთია იშვიათი მინერალების შეთანხმება ცდადო ეს მხოლოდ ამერიკის ეკონომიკაზე, კეთილდღეობაზე და უპირატესობაზე ზრუნავს და მუშაობს. ძალიან კარგი ერთი რიგითი ამერიკელისთვის ძალიან კარგი თუ გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები, კანადელები ამერიკას გადაუხდიან ფულს, რომ უკრაინაში წავიდეს. მოკლედ, აი ესეც ადასტურებს, რომ ტრამპი ახირებული პოლიტიკოსია და ესეთი არაორდინალური პოლიტიკოსია, მაგრამ მასაც აქვს ლოგიკა. ანუ ლოგიკა აქვს ყველა მართლს, ლოგიკას ხედავთ ყველგან. აღონ აქ ვერ ხედავთ ლოგიკას. ხო, ანუ და ტრამპმა ისე ჩანს, რომ გაიარა რაღაც ძალიან ექსტრავაგანტული და გიჟური განცხადებების ეტაპი, როცა კანადას იერთებდა და გრენლანდიას და რაღაც უკრაინის ომს ამთავრებდა ერთ კვირაში თუ ერთ თვეში. დღეში ჯერ. და დღეში, ხო, ნუ ძალიან მალე. და ნუ რაღაცნაირად აი ეს აღარ ამბობს ასეთ რაღაც და აღარ ჭირდება და ჩემთვის აღარ ჭირდება მათ შორის იმიტომაც რომ საგარეო პოლიტიკაში რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ამ ეტაპისთვის ყოველშვაში წარმოდგენა რომ საკმაოდ წარმატებულია ხო ეს ირანის ერთჯერადი დაბომბვა და მეორე დღეს ომის დამთავრება ხო ეს იყო მისთვის ძალიან დიდი გამარჯვება ახლა სტრატეგიულად გრძელვადიან პერსპექტივაში რა მოხდება ეგ არავინ არ იცის და მაგრამ ნუ რამდენიმე წლით ხო რაღაცნაირად დრო მოიგო და ძალიან კარგად გამოვიდა ხო ანუ ის თავისი მაგა კრიტიკოსების გააჩუმა რომლებიც ამბობდნენ რომ მესამე მსოფლიო ომს იწყებს და რა ომი დაიწყო ხო პირიქით მშვიდობა დაამყარა და ის მართლა სანობელის პრემიო პერსპექტივა შეიძლება ქონდას აი ღაზას ომსაც თუ რაღაცნაირად მოამთავრებს და ირანის დასუსტების შემდეგ ამის რაღაც პერსპექტივა ჩემს ახლა გამოჩნდა აქამდე არ ყოფილა ხო და ნუ აქ კარგად აქვს საქმე ევროპასთან და ტრანსატლანტიკური ასე თქვა ბრძოლის მამიკო ეძახა გამოვიდა გამარჯვებული და პრინციპში ყველა მათ შორის მის კრიტიკოსი აღიარებს რომ ძალიან კარგი რამე მოხდა საბოლოო ჯამში რომ ევროპამ რაღაც 2% ეხვეწებოდა 2016-17 წელს და 5%-ზე თვითონ გადაწყვიტეს ევროპელებმა და სერიოზულად მართლა სერიოზულად დაფიქრდნენ პირველად ახლა რომ მართლა ამერიკის იმედზე არ უნდა ვიყოთ და ჩვენ თავს უნდა მივხედოთ და ეს კარგია და გამარჯვებული გამოჩნდა რომ აი ევროპასაც უგო ხო ანუ ტრიუმფი ქონდა სინამდვილეში წინა კვირაში თუ წინის წინა კვირაში და კარგ ტალღაზეა და ნუ ესეც რაც ბუკას აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ნუ ამ უკრაინის
ომის კონტექსტში ძალიან კარგად გამოდის. კი ბატონო, ეთკვირაში ვერ დაამთავრა, მაგრამ ეს შეჩვეული არიან მისი მომხრეები, რომ ეს რაღაცას რო დააბრეხვებს ეს მართლა სერიოზულად კი არ უნდა მიიღო ეს მისი ნათქვამები. თავარია რომ ჯამში კარგი გამოდის, ხო? და აქაც კარგი გამოდის მართლაც, ხო? იმიტომ რომ უკრაინას რეალურად ვეხმარებით, როგორც ამერიკის მოქალაქეთა უმრავლესობას უნდა, მაგრამ ისე ვეხმარებით, რომ ოკლაჰომელი ფერმერის ხარჯზე არა. რაკას მეტი. ხო, აი რო შევაჯამოთ ეგ რა მოხდა და რამდენად მნიშვნელოვანია ეხლა ეს გადაწყვეტილება მისი რომ დაეხმაროს, არათუ შეაჩეროს, ხო შეჩერდა წინა კვირას თქვა რომ მე არ ვიცოდიო, ეხლა ეხმარება, ნატოს გავლით დაეხმარება, პირადად კიდე ძალიან ნაყოფიერი საუბარი ქონდა ზელენსკის და როგორც ორივე მხარემ თქვა, ამ დროს ევროპაშიც ისმის ძალიან მკაფიო განცხადებები მათ შორის მერციდან, ანუ რომ შევაჯამოთ რა ხდება უკრაინისთვის, რა იცვლება და აი აქ რო ოდნავ რაციონალური კაცი იყოს, როგორ მოიმოქმედებდა მე მაინც იქ მივდივარ. ჩვენ მაინც აქეთ მოვდივართ. კი, ან მე მგონი საუკეთესო სცენარი თავიდანვე ესე ვფიქრობდი ტრამპის შემთხვევაში იყო, რომ შეეცადა მას თავიდან დაალაგება პუტინთან, არ გამოუვიდოდა ცხადია და რომ მერე გაბრაზებულიყო ამის გამო და გაეზარდა უკრაინისთვის დახმარება. თავიდანვე ესე უყურებდი, რომ იდეალური სცენარი ეს არის. თუმცა გარანტირებული არ იყო პუტინი რომ შერაცხადი ყოფილიყო, ამას შანსს გამოიყენებდა. კი, იმენ შეიძლება. ახლა რაშია საქმე, ხო, მართლა ესე თავიდან სცადა, იმიტომ რომ წარმოუდგენა ჰქონდა რომ ეთყობა არ ელაპარაკებოდა ბაიდენი პუტინს და მაგიტო არ გამოვიდა არაფერი, მე დავალაპარაკები და მარტივად მოვაპარაკე. მე მაგარი ვარ და ბაიდენი სუსტი იყო. თავარი ეს არის. ეს არის. მაგრამ მე მგონი ეს ჰქონდა რომ არ ელაპარაკებიან და რა უნდა დაელაგებინა თუ არ ელაპარაკებიან და აღმოაჩინა რომ ლაპარაკი საკმარისი არ არის, ხო და რამდენიმე თვის მერე ხო, რამდენჯერმე მოვისმინე ჩვენს განცხადება, ამიტომაც მე ცოტა ჯერ ფრთხილად ველოდები, იმიტომ რომ რამდენჯერმე თქვა რომ ორი კვირაც და მე მაგათ ვაჩვენებ, აი რამდენჯერმე ეს რო თქვა. რამდენიმე ორი კვირა იყო, კი. კი, რამდენიმე ორი კვირა იყო. ჩემთვის ახლა პრინციპული რა არის? იარაღის შემთხვევაში ალბათ უფრო უბრუნდებით შარშანდელ სიტუაციას, ვიდრე რაღაც უკეთესად ჯერ არ ვიქნებით რა. ანუ ერთი კვირის წინ იყო განცხადება გაკეთდა, რომ პირიქით შეჩერდა რეგის მიწოდება, პოლონეთში რაც იყო, რომ უნდა გადაეტანა საზღვარზე გააჩერეს. ამაზე მე რაღაცა დავამიდის ექსეტმა შეიძლება თავისით გააკეთა ბრძანება შეიძლება ტრამპის დაკვეთით არ ვიცით, მაგრამ გაჩერდა. მაგრამ ტრამპი არ იბრალებს ამ ამბავს ფაქტია. მე განაგრძეს ამის გადაცემა და ტრამპი იძახის რომ პატრიოტებსაც მივცემ. შარშანაც პატრიოტებს აძლევდნენ ბაიდენის პერიოდში. ახლა უფრო პრინციპული ჩემთვის ის რამე შეიძლება ომში სიტუაცია მართლა გამოასწოროს, არის უფრო სასანქციო პოლიტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ საკმარისად ესე გაზრდა არ გეგმება, რომ გარდატეხა გამოიწვიოს. სააქციო პოლიტიკის თვალსაზრისით ორი კომპონენტი არის. ერთი, ეს ლინძი გრეიმის კანონპროექტი, რომელიც რას მოიცავს? ეს თუ პირდაპირ გაატარეს ისე როგორც ნაგულისხმები არის, მაშინ იქნება ძალიან რადიკალური და ძალიან დიდი შედეგი. მოდი ახსნათ კარგად, აი რა არის. ახლა რა წერია ამ კანონპროექტში? კანონპროექტში წერია, რომ თუ რომელიმე ქვეყანა ყიდულობს ენერგეტიკას რუსეთისგან, მათ უნდა დაედოთ 500%-იანი ტარიფი. ანუ ვაჭრობა უნდა შეწყვიტოს ამერიკამ მასთან, ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვათ რა. ეს ახლა რატომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკა დიდწილად მაინც დგას ჩინეთთან და ინდოეთთან ვაჭრობაზე. და თუ ახლა ჩინეთს და ინდოეთს ორივეს უნდათ რომ ამერიკასთან ვაჭრობა გქონდეთ, არ უნდათ 500%-იანი ტარიფი, მოუწოთ რომ რაღაცა დათმობებზე წავიდნენ, მაშინ ყველა ვარიანტში ტრამპთან. თუ ეს ესე განვითარდა მართლა, სერიოზული გარტეხა იქნება. და რუსეთს ალბათ ძალიან გაუჭირდება შემდგომ ომის გაგრძელება. დისკომფორტი იქნება როგორც მინიმუმ დიდი, შიდა პოლიტიკურად პრობლემები შექმნის ეკონომიკურად და ასე შემდეგ. ეს არის მე მგონი მთავარი. ანუ იდეალური სცენარი რაღაც ჩვენი თვალსაზრისით ეგ არის რა, რომ ეს კანონპროექტი ესე გავიდეს, ტრამპმა რადიკალურად გაატაროს და შემდეგ რაღაცები გატყდება. საკითხავია ეს რამდენად ესე იქნება, იმიტომ ხო კანონი მაინც უტოვებს მას ლავრების საშუალებას. აი რა იყოს ცუდი სცენარი რა არის? ანუ შედარებით ცუდი სცენარი. ყველაზე ცუდი სცენარი არის, რომ კანონპროექტი რომს გაიტანონ, ამან არ აღასრულოს. იმიტომ რომ იქ წერია ესეთი რაღაცები, რომ პრეზიდენტი შეუძლია ნებისმიერ დროს 180 დღით გადაავადოს, ბლა. ანუ ბევრი რაღაც ბიუროკრატიული დეტალი არის, რომ ამას ლავრების საშუალებას აძლევს, რომ ეს არ გაატაროს. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, რომ ბოლო არ მოხდეს. ნუ შუალედური სცენარები რა არის? შუალედური სცენარებიც უფრო რეალურია და მე მგონი მან შედეგიანი იქნებოდა ის, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების არიდებაში, ხელს რო უწყობენ, ამაზე მეორეული სანქციები დაიდოს. რა არის ყველაზე მკაფიო მაგალითები თქვი, რომ შეხედოთ, როცა დაიწყო ომი და სანქციები დაადეს, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, ამ ქვეყნებიდან უცებ გაიზარდა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში, რაღაცას დაასმაგდა.
რამდენიმე დღეში. ხო გასაგები რომ ყირგიზებს არ დაუმზადებია ძალიან ბევრი BMW არ აქვს BMW-ს ქარხანა ალბათ. რაც მოხდა არის რომ ხდება იმპორტი გერმანიიდან და მერე ექსპორტი რუსეთში. ჩვენ შემთხვევაში რომ ნახოთ ჩვენ ოდნავ უფრო კარგად ვიცით ოდნავ ჩვენ ექსპორტი რუსეთში გაგვიზარდა ყირგიზეთში. ანუ ხდება რომ ვიღაცას ჩვენთან შემოაქვს მერე ყირგიზეთში და მერე იქიდან რუსეთში. ანუ არ არის რთული რომ ახლა მეორე სანქციები დაემუქრო ამ ქვეყნებს და უთხრა რომ ეგ არ ქნა და ეს კომპონენტი მაინც რუსეთს ახლა გადაუჭრა. საკმაოდ მარტივი იქნებოდა. ეს არის ალბათ შულედური ვარიანტი. რაღაცა იმედი მაქვს რომ ყველაზე რადიკალური ვარიანტი რაც არის მოხდება, ყველაზე დიდ გარდატეხას ეს გამოიწვევდა ომს ყველაზე დიდი ალბათობით ძიმე სიტუაცია შეიცავს რუსული ეკონომიკა, ანუ უჭერს უკვე დაფინანსება ომის. რაღაცა პრობლემებს ყველაზე მეტად ეს შეუქმნიდა და ომს დასრულებისკენ წაიყვანდა. ამიტომ რაღაცა ლოცულობ მაგ სცენარისთვის რეალური ალბათ შულედური სცენარი მგონია. არ მჯერა რომ არაფერს არ გააკეთებენ. ეს ძალიან მარტივი, აი ეს ჩვენ რო რაღაცა გამტარი, ესე თქვა, ტრანზიტული გზა ვიყავით, ხო, ცხადია. აი ეს ტრანზიტული გზის გადაკეტვა ეკონომიკა და ესეც ასაზრდოებდა, ასე ვთქვათ, კოცების მთავრობას. ეს გავლენას მოახდენს კი. ნაწილობრივ მაგის გამო გვაქვს გზა, რომ რაღაცა ფულს აკეთებს ამერიკასადიანი ექსპორტი კი. მეტწილად ალბათ შემოსული რუსები. ნუ შემოსული რუსები და ეს კი. ხო, მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რაც სანდრომ თქვა, უბრალოდ აი რაღაც რო განმაზოგადოთ, რაც ნუ ანუ ეს ფაქტობრივად უნდა გამოყალიბდეს რაღაც აი ამ ასე ვთქვათ მესამე ქვეყნებში განცდა, რომლებიც ფაქტობრივად რუსებს ეხმარებიან სხვადასხვა გზით, რომ ჩვენ თუ ამას გავაგზავნებთ, ტრამპთან გვექნება პრობლემა და ამერიკასთან გვექნება პრობლემა და ჯობია, ნუ ტრამპთან არ კონდეს პრობლემა. ხო ეს Madman theory რო არის, ამას ტრამპი ნუ მეტნაკლები წარმატებით, რომ ტრამპი რაღაც ისეთ ტიპია, რომ ჯობია ამასთან დალაგდე რა. და თუ რუსეთს ასე ვთქვათ დაეხმარები, ნუ ვერ დალაგდები. ანუ ეს პერცეფცია რაღაც რო ჩამოყალიბდეს ბევრ ქვეყანაში, ხო ეს შეცვლის მათ ქცევას. ორი რამ თუ შეიძლება რომ დავამატო. გლობალური სურათი როგორ იცვლება ჩვენს გარშემო? ანუ ესეც რომ ვაჩვენო ჩვენს მაყურებელს, რომ კიდე უფრო უცნაური ქცევა გამოჩნდეს ივანიშვილის დაწესებულმა სანქციებმა და ამერიკის თანამონაწილეობამ ამ სანქციებში უკვე აჩვენა რომ ჩინეთთანაც და ინდოეთთანაც სირთულეები ექმნება რეალურად რუსეთს ანგარიშწორების საქმეში. ჩინური ბანკები და ინდური ბანკები ცდილობენ რომ არ გატარდეს ისეთი გადახდა, რომელიც მერე მათ საფრთხეს შეუქმნის სანქციას და უკვე პორტებში დამდგარი გადმოსატვირთა დამდგარი გემებიც კი გაუბრუნებიათ უკან ჩtildeოვანი ფლოტის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩაუძირიათ იმას შეუცვლია სახელი, დროშა, რაღაცა ეს რა ქვია, შეფერილობა და იგივე გადმოუტვირთია ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ესეთ მეორე, ჩემი აზრით, ტრამპი ამ სასანქციო კანონს გამოიყენებს როგორც ინსტრუმენტს პუტინზე ზეწოლის განსახორციელებლად, რომ დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის მისი მიზანი, რომ დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან და აქაც თქვას, რომ აი მე ჩემსას მივახციე, მე ჩემი გავაკეთე, პუტინიც კი დავსი მაგიდასთან და მე უკვე იქ ისეთი შეთანხმება იქნება ტრამპის ხელიდან ნატოში უკრაინის გაწევრიანება მკვდარია რეალურად და ოღონდ პუტინიც ვერ მიიღებს იმას, რომ ეს ტერიტორიები უკრაინამ დაცალოს და გადაულოცოს იმას. რაღაც აი დაშორიშორების ხაზის შექმნის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ტრამპმა შეიძლება ეს გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი ზეწოლის და ზემოქმედების პუტინზე. მე ესე მგონია. ამასთან დაკავშირებით გაჩე პუტინი რას იზავს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, როდესაც რაც მან ვარ თანხმედრაში პუტინი თუ გადაგვარჩეს ისე ივანიშვილი თუ გადაგვარჩეს რომ პუტინი რეალურად მე არ მეგონა სხვათა შორის რომ იმ ყველაფრის მერე აი ამ რაღაცა საოცარი სატელეფონო საუბრების მერე და კომპლიმენტების გაცვლის მერე ლავროვი
უშაკოვი, პესკოვი, რა ვიცი მე, გამოვიდოდნენ და პუტინმაც თვითონ. ეხლა ბოლოს ჩვენო ესეთი ძველი წესი გვაქვს. სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ტერიტორია ჩვენია. აღარ განიხილებაო ეს ამბავი. ანუ საერთოდ არ მოდის არაფერ მოლაპარაკებას. მაგას ვამბობ, რომ რაციონალიზმი ის იყო რაციონალური მოთამაშე. იყო რომ ზელენსკიზე ზეწოლა განეხორციელებინა რომ ყირიმი დაივიწყე. ამბობდა ამას ხმამაღლა, მაგრამ ახლა პუტინი იძახის რომ რა ყირიმი, კაცო, აგერ კიდე 4 ტერიტორია მეკუთვნის, რომლის 100%-ს არც ერთში არ აკონტროლებს. მით უმეტეს ზაპოროჟიეში და ხერსონში და ვერც გააკონტროლებს. იგივე სუმის ოლქზე დაწყებული შეტევა კრახით სრულდება, ყველა სამხედრო ექსპერტი ამაზე საუბრობს, მაგრამ პუტინი მართლა სამთავის ბუნკერში იჯდომით, ამ თავისი 25 წლიანი მმართველობით და საოცარი მილიარდების რაოდენობით, რომელიც ვერ ჩადის ბრაზილიაში, ნერვიულობს და ვერ ჩადის სამხრეთ აფრიკაში და არის ამ თავის ბუნკერში გამოკეტილი, ის კი მართლა რეალურად აქაც არის მსგავსება, ხო? კი, იმიტომ როცა ხდები იზოლაციაში, როცა პარანოია გეწყება და იზოლაციაში პარანოია მწვავდება, შემდეგ უკვე რეალობის გრძნობა გეკარგება და ვეღარ აფასებ გარშემო მიმდინარე მოვლენებს ადეკვატურად. ძალიან მარტივი. სიამოვნებაში ყველაფერი ხანდახან არის უკიდურესად მარტივი. და მე მგონია, რომ პუტინის შემთხვევაშიც ეს არის, თორე აუცილებლად გამოიყენებდა რამე რაციონალური მარცვალი რო ქონდა შერჩენილი. მაინც იმედი აქვს, რომ აი უკრაინელებს გატეხავს მაინც. ჯერ კიდევ აქვს. ესეც ხო ანუ სიგიჟეა. მაინც ამას აწვება რა, როგორც ჰიტლერს ჰქონდა იმედი, რომ ატომურ იმას გააკეთებს დროულად და გადატეხავს. დიახ. ომს ამასაც იმედი აქვს, რომ აი ომს გადატეხავს და მერე სხვა ვითარება იქნება. და იმიტომაც გაინტენსიურა ახლა ბოლო ხანებში თავდასხმა რომ და რაღაცა რომ აი ახლა ცუდ დღეში რო არის, ახლა არის ბოლო შანსი რომ ომი გადატეხოს. და სიამდვილეში დაიღუპნენ ადამიანები, დაინგრა ძალიან ბევრი რამე, მაგრამ რეალურად არაფერი არ შეცვლილა, ხო? ხო, სამხედრო თვალსაზრისით. ანუ კიდე ერთხელ აი ტრამპის გადადგმული ნაბიჯების ფონზე, რაც ხდება ჩვენ სამეზობლოში მის ნაბიჯების ფონზე, როგორ ასე ვთქვათ, გარემოში ვექცებით, ანუ რა ხდება ჩვენ გარშემო და ამასთან დაპირისპირება შეუძლია თუ არა ივანიშვილს. სანდრო. ანუ მე მგონი რომ წეს გარემო არ იყოს მაინც იგივე რაღაცები იყო ლოგიკური რაც ვილაპარაკეთ ხო იმიტომ რომ ისევ შენ გსურს რომ მაქსიმალურად თუ ავტორიტარი ხარ გინდა რომ მაქსიმალურად კიცე იყოს შენი ძალაუფლება და ვერც შენიდან გიშორებდნენ ვერც გარედან გიშორებდნენ და ამისთვის ყველაფერს უნდა აკეთებდე და როცა ამას არ აკეთებ შენთვის გაუგებარია ანუ ახლა რაც იცვლება არის რომ გეოპოლიტიკურად რაღაცა დონეზე შემოbrunება არის შენ გარშემო ქვეყნებს დისკომფორტი აქვს რუსეთთან და ალბათ მათაც არ სურთ საქართველოში რუსეთის გავლენების გაძლიერება. ხო, იმიტომ რომ შენ თუ აზერბაიჯანი ხარ და ახლა რუსეთთან ცოტა დაგეძაბა ურთიერთობა, იცი, გაწყობს საქართველოს რუსეთთან ახლა რუსეთს არ უთმობდეს ამდენს, იმიტომ რომ შენ ნაკლები პრობლემა შეგექმნას. შენ თუ აზერბაიჯანი ხარ, შენ უკან ანუ თურქეთი არის, თურქეთი ისეაც გასაგებია რომ ყოველთვის ლავირებს რუსეთს და დასავლეთს შორის, იმასაც იგივე ინტერესები აქვს. ანუ ყველანაირად ლოგიკურია რომ შენ ლავირებდე. და ბოლოს რაღაც თუ მაინც და მაინც რუსი ხარ, მაინც რაღაც ფულს მაინც მოიგებ რა ლავირებით, მაგრამ აი მე მგონი შევტავდი. მე მგონი ჩვენს აზრზე ხო, ანუ ტენდენცია არის ერთი, თუნდაც რეგიონში და ჩვენ მივდივართ საპირისპირო მიმართულებით. ანუ აზერბაიჯანად, მაგრამ ერდოღანის პოზიციიდან რო შევხედოთ, გასაგებია ერდოღანი ყოველთვის ლავირებს და ილავირებს, მაგრამ ახლა ის დიდი ქვეყანაა და ცოტა სხვა რესურსები აქვს, მაგრამ პრორუსული საქართველო რაში აწყობს ერდოღანს, ხო? ერდოღანს სწორედ ისეთი საქართველო აწყობდა და ნუ ერდოღანამდე კიდე ზოგადად თურქეთს რომ როგორიც იყო, ხო? ანუ ზოგადად პროდასავლური, მაგრამ რაღაც შვიდობიანი ამავე დროს და სტაბილური. ეს არის მისი იდეალი. და რაღაც ბუფერი აქვს რუსეთთან, ხო და ეს რაღაც რუსეთის ფორპოსტი საქართველო რაში აწყობს? ზუსტად დავაანონსე, მაგრამ მე მგონი ამას ვერ მოვერევით ამ თემას ვერანაირად, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად შეიკრა ეს ორი თემა ერთმანეთთან. უბრალოდ სანდრო მოდი დავაანონსო და კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ სანდრო არის თბილისში, ახლა ცოტა ხნით. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ კიდევ ეყოლება სტუმრად, იმიტომ რომ მე ერთი წლით ვიდი სტენფორდში და იმდანად კარგად იცის ამერიკის პოლიტიკა, რომ ანუ მის აკყოფნას გამოვიყენებ შესაძლებლობად და
გავაკეთებთ ძალიან საინტერესო თემას, რა ხდება ამერიკაში. აი რა მიაღწევს ამ განცხადებით მასკი, რომ მესამე პარტია უნდა გააკეთოს და ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა ნიუ-იორკში, როდესაც დემოკრატების ნომინაციაში გაიმარჯვა პოლიტიკოსმა, რომელიც მანამდე არავინ არ იცოდა. აი ყურმოყურით ქონდა პოლიტიკურ მიმომხილველებსაც კი გაგონილი მის სახელი და გვარი და რაღაცა დრო დაჭირდა რომ მისი სახელი მაგალითად და გვარი კუომოს დაემახსოვრებინა და კიდე სხვებსაც. და ეს არის ისეთი საინტერესო ფენომენი, რომ ჩვენ ამას სხვა გადაცემამ მივუძღვნათ, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის როგორ ჩდება ტრამპის ასე ვთქვათ საწინააღმდეგო პოლუსი და მეორეს მხრივ როგორი კომუნიკაციების ფორმებით არის შესაძლებელი უცებ არსაიდან გაწამოხვიდე და გახდე ვარსკვლავი და გახდე ნომინანტი დემოკრატიული პარტიის მთავარი ქალაქის მერის პოსტზე. დაგვიანოს ეს და ანუ ამაზე 1-2 სიტყვა ვთქვათ და მე გავაკეთოთ. მე მგონი ორი მთავარი თემა არის ახლა ამერიკაში. ანუ ერთი არის რომ მასკი ანონსებს რომ პარტიას ქმნის და იძახის რომ აი მე მიზანი მაქვს რომ ავიღო 1-2 ადგილი სენატში და რამდენიმე ადგილი რაღაც ქვედა პალატაში და იძახის ნუ სტრატეგია რა არის რომ მას ბევრი ფული აქვს და ბევრი ფულს შავასხავ და იქნებ ერთ-ორ ადგილს გამოკრა ხელი და ხა წარმოუდგენელიც ეს არ არის და ახიც ესე უყურებს რომ ხო ახლა 1-2 ადგილი შეიძლება წარმოუდგენელი არ იყოს. და ფიქრობს რომ რაღაცა ესეთი ცერი არის ხოლმე უპირატესობა როგორც სენატში ასევე წარმოუდგენელ პალატაში, ამიტომაც 1-2 ადგილი რომ მქონდეს შეიძლება გადამწყვეტი ვიყო და გავლენა მოვახდინო. კი, ეს big beautiful bill-ზე ვანსის ხმა იყო გადამწყვეტი და ამ კანონის გამო აუმხედრდა და ამას სხვა გადაცემაში არის. ერთი სერიოზული მემართულებაა რა, ანუ რა ხდება მემარჯვენე ფლანგზე სერიოზული დაყოფა შეიძლება მოხდეს. მეორე სერიოზული მემართულება ის დემოკრატებში, იმიტომ რომ 24-ის არჩევნების მერე ამ პარტიაში შეგნიდან არის რაღაცა ეს გაურკვევლობა, რომ საით უნდა წავიდეთ. ხო, ჩვენ გავხდეთ უფრო მემარცხენე პოპულისტები, იმიტომ რომ იქნებ პარლამენტი, იმიტომ მოგვიდო რომ პოპულისტები და ჩვენს პოპულისტი გვჭირდება ჩვენი. და აი ბერნი სანდერსი რომ ყოლოდა, ის ეგეთ ტიპებს დაითრევდა, ამის ტრამპმა დაითრევა, იმიტომ რომ მაგარი პოპულისტი არის. ან მეორე მხარეა რომელიც იძახის რომ არა ტრამპმა, იმიტომ მოგვიგო რომ ჩვენ აღვიქვამით რაღაც ცოტა რადიკალურებად და მემარცხენეებად და მოდი ზომიერები გავხდეთ და მე შეიძლება ტრამპს მოვუგოთ რა და ეს ორი მხარე ერთმანეთთან არის ჭიდილში პარტიის შიგნით. ეხლა ნიუ-იორკში ეგეთი რაღაცა მოხდა რომ პრაიმერიში გაიმარჯვა თანაც მე მგონი ისტორიაში ყველაზე მეტი პრაიმერიში ამ ადამიანმა აიღო რაც ნიუ-იორკში ვინმე საუღია. ანუ ზოჰრან მამდანი რომელიც არის სოციალისტი, მუსულმანი, ანუ აი რაღაც სტანდარტულ ზომიერ დემოკრატში რაც უნდა ჯდებოდეს არაფერი არ არის რა დაჟე რომ ნახოთ ტვიტერზე რეები უწერია რამდენიმე წლის წინ ანუ ნუ რადიკალია. რა ქვია კომუნიზმის ფრაზა რო არის რომ თითოეულისგან მისი შესაძლებლობის მიხედვით თითოეულს მისი საჭიროების მიხედვით ხო? ეგ აქ დაწერილი ტვიტერზე რა ანუ რაღაც ზოგი იძახებს საერთოდ კომუნისტია. და ანუ ესეთი ადამიანი იგებს ფრიქსეძა. კი, ტრამპი მაგალითად. ზუსტად, კი. ხო, მაგრამ ეს თუ დაწერა არის კომუნისტი რაღაცნაირად, ხო? და მეტიც არა, და ესე ეძახის მეთქი უბრალოდ ფრიქსეძა. კი, დემოკრატები შინით ვიღაცებს ეკითხებოდნენ ბოლომდე დღეში რომ არის ახლა ეს პარტია ემხელა რომ თქვენც ვიღაც ზომიერი ადამიანი იყოთ პარტიაში და ეს ადამიანიც და უყურებენ რომ მე მგონი არ არის მაგხელა ეს პარტია რომ ორივენი აქ ვიყოთო რა და ამიტომაც დემოკრატების შიგნით სერიოზული გაუგებრობაა და შეიძლება ძალიან კაი თემა ბატონ გიეცო მოვიყვანო ამ თემას. გაეშველებათ დემოკრატებს. ხო, რა შეიძლება მაგრამ სხვა შორის მამდანი რომ არის რომ კი მოიგო, მაგრამ ის კუომო და ერიკა ადამსი. ადამსი ორივე ისინი იყრიან კი. კი, ისინი წაპირებენ. შანსადლებენ რესპუბლიკელს, რომ ეს დიდი ხანი არ არის. რეალურად თულია, მაგრამ როხმები გაიყოს დემოკრატების, ხო? არა, იმიტომ რომ სისტემა იქ როგორი არის ნიუ-იორკში, ნომრავ რანჟირებას აკეთებენ. ხო, რანჟირებას და ალბათ ხო, ამიტომ ანუ უდიდესი ალბათობით იგებს მამდანი და რაღაცა შანსი აქვს ერიკატამ. სამ წამს აი ესე არის რომ ნახოთ. ხო. ოღონდ ძალიან ძიმე ამბავია ეს, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური ხედვები და მისი საერთოდ ხედვები ეკონომიკასთან და რაღაცა უფასო ავტობუსები 5 წლამდე ბავშვების უფასო მკურნალობა პოპულიზმით გაჯერებული, გაჟღენთილი ესენი ხილბოსტნეულის მაღაზიები ნიუ-იორკის იმით რა ქვია მერის ხელმძღვანელობით შექმნილი იაფასიანი, დაბალფასიანი ბოსტნეულის მაღაზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეთ ეს არის ძალიან დიდი რყევა, ორი დიდი რყევა, მასკი და მამდანი დიდი გამოწვევა, ხო. კი, ეს არის ეს ხაზი ბერნი სანდერსის
ოკაზია კორტესის და ამ მამდანის ხასი ძალიან მაშინებს გულწრფელად რომ გითხრა და ანუ ეს ნიშნავს რომ დაყოფა და პოლარიზაცია გაიზრდება. ნიუ-იორკის მერი თუ გახდა ეს კიდევ არ ნიშნავს ძალიან ბევრს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის გახდება, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ინდიკაციაა, კი, ნამდვილად. მოკად ღირს ხო ამ თემაზე? კი ბატონო. აპარაკი და გავაკეთოთ ცალკე ეს თემა ძალიან საინტერესოა. კიდე ბევრი რამე მოხდება თან. ხო, კიდე ბევრი რამე მოხდება, რასაკვირველია, რომ ყოველდღე რაღაცა ხდება და ამიტომ უფრო მეტი მასალა დაგროვდება. ძალიან დიდი მადლობა გიან ნოდია, ბუკა პეტრიაშვილი, სანდრო შარაშენიძე იყვნენ ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქტიურად კომენტარებში გამუყავით Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და ლაიქეთ ჩვენი ვიდეოები. უთხარით თქვენს ახლობლებს, რომ არსებობს ასეთი პლატფორმა, სადაც საინტერესო პოდკასტებს მოისმენთ და მე მგონი არ ვაჭარბებ, იმიტომ რომ ბევრი პოდკასტი არის მართლაც უაღრესად საინტერესო ისტორიაზე, ლიტერატურაზე და ზოგად თემებზე. ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.